რაში იყო შესტოები, რაში ვართ არათანმიმდევრულები, რას ვაკეთებთ არასწორად და რას ვაგრძელებთ პრინციპში არასწორად. ოპოზიცია შინაარსით გახდა ერთიანი და ფორმით არის დაცალკავებული. არის ამ ქვეყანაში რაღაცები, რასაც სჭირდება ადეკვატური დაპირისპირება. ფოთის მერს ვერ ამარცხებს, მაშინ შევარცხნე ეგეთ deep state-ი. არც ერთ ჭკუათ მყოფილ ქართველს არ უნდა რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს და ომი იყოს. ქვევით ტიპები ვერც კი ახმოვანებენ კობახიძეს რა პროპაგანდა უნდა, ბანძურად ჩვებიან მაგას. აი ახლა რომ მომცე ორი დღე უკეთესი ხოცი ვიქნები, დარწმუნებული ვარ. გავიდა იმის დრო, რომ ახლა ამის დრო არ არის და ახლა იმის დრო არ არის. აბა როდისღა დადგება მაგის დრო, მართლა შეგჭამს. ამათ მომხრეებში, აი, რა პროცენტი უნდა შეინარჩუნო ესეთ სისულელების ძახით. და ეგ არის პრობლემა საქართველოში, რომ სოციალურად ძალიან ბევრი ადამიანი არის მიდმული სახელმწიფოზე და ჩვენ ქართულ თემასთან არ ვითანაშორე და ეს დაშლის. ეგ გახდა ძალიან კომიკური, იმიტომ რომ არაფერი მათთან სათანადოდ ისედაც არ დარჩა. რა გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის. არ არის იგივე რთული რა. დღეს რო ღარიბაშვილი შენ გამოვიდეს ასუშვები. შენ უნდა ამომრჩეველი ნაციონალური ადამიანი ხარდამჭერი. გადარჩენის პოლიტიკა არის ჩემი აზრით ახლა ყველაზე რაციონალური, ვინ რა ფორმით როგორ გადარჩება. რა შეიძლება იყოს ამათი რაღაც სისტემები, რაც ამათ გადაიყოლებს. დემონტაჟი უნდა მოხდეს ესე. შენ არ უნდა ელოდო მუდმივად რომ ვიღაცა გამოვა და ასანქცირებს ოცნებას და მე ამით გავიმართებ. ეხლა შენ რაც შეგიძლია ასხივო და გააკეთო, რომ ჩამოყალიბდე ძალად და ასხივო ძალად. გამარჯობა, ეთერშია გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, სოციალურ Facebook-ზე და TikTok-ზე. დღეს ჩვენ გადაცემის სტუმრები იქნებიან ვადო მაჭავარიანი, მოძრაობა სართული და ცოტნე კობერიძე, პოლიტიკოსი მაინც ეს წაგადგენ, იმიტომ რომ ხარ. დღეს რავი, ვილაპარაკებთ საქართველოზე და არა მარტო საქართველოზე, ანუ საერთოდ დავიწყებ რით. შაულა პაპუაშვილი, გრენლანდიის ქალი მოსახლეობის თითქმის ნახევარზე მეტს იძულებითი სტერილიზაცია ჩაუტარა დანიის ევროკავშირის წევრმა ხელისუფლებამ. დღემდე ბოლომდე გამოძიებული არ არის კომპენსირებული, არ არიან დაზარალებული ადამიანები. ნუ ასევე ვიტყოდი, რომ გერმანელებმა 6 მილიონი ებრაელი მოკლეს, აცტეკები ახალი პირამიდის გახსნაზე 10,000-ობით ადამიანს კლავდნენ მართლაც მეხიკოში დიდი პირამიდის გახსნაზე 80,000 ტყვე მოკლეს ესპანელებმა მე აცტეკები დახოცეს და საერთოდ ყველას ხოცავდა რუსებიც ხოცავდნენ ჩვენც ხოცავდით სამწუხაროდ ჩვენ ისტორიაში გქონდა რაღაც ცუდი მოვლენები მაგრამ შავო პაპუაში თქო ამით უნდა იმის თქვა რომ აი დანიელები რაღაც ცუდს აკეთებდნენ და ჩვენ ამიტომ ვერავინ ვერაფერი ვერ უნდა გვასწავლოს და დაახლოებით ის ლოგიკაა რომ აი რა კი ოჯახში სახში თუ ქალაქში 400 წლის ჭადრის ხე მიდგას ამიტომ ვერავინ ვერ უნდა მასწავლოს რა დაახლოებით ეგვიპტელების ლოგიკა რო იყოს პირამიდები უდგათ და სოფლიოში არავინ გამეთოს რომ всё აი всё სალაჰი რო რამეს იტყვის რამე თემაზე ნებისმიერ თემაზე ასტროფიზიკაზე რო რამე თქვა სალაჰმა გადაბრუნებული არაფერი არ უნდა უთხრა რა და ამასთან ერთად ანუ აი ეს ხო არის ხა ძალიან ისეთი განცხადება რა აი ჩაქსოვილია თითქოს ყველაფერი, ნუ ყველაფერი ყალბი, მაგრამ მაინც აი არა რამდენიმე დღის წინანდელია რა. მაგრამ უყურე ხა საქმე რაშია მეორე მხრივ განცხადებები რაც არის რა, აი თითქოს რა თუ გახსოვს ერთი თვის წინ დაახლოებით მაჭავარიანი ბოჭორიშვილმა, მაკა ბოჭორიშვილმა თქვა რომ ჩვენო მის დღემჩიო ევროპაზეო და ელჩებზეო გადაბრუნებული სიტყვა არ გითქვამს. გემახსოვრება. კლასიკური ამბავია. კლასიკური რა და ანუ აი კაი მეტნაკლებად ყველა შეგუა ამათ არათანმიმდევრულობას, მაგრამ აი რა ხდება ამათ თავებში საერთოდ? მე არ მგონია რომ ანუ პოლიტიკურ სფეროში რჩება. ანუ ეს უკვე გადადის ცოტა სხვა სფეროში რა. რა ფსიქიატრიაში? ხო, აი ანუ არ ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ამას ლაპარაკი, მაგრამ ანუ მართლა არ არის ეს ახლა ჯანმრთელი ნათქვამი რომ შალო პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის რომელშიც და ამაზე ვილაპარაკებ აუცილებლად რომ ანუ შობადობა ძალიან დაკლებულია ყველანაირი სტერილიზაციის გარეშე და ღმერთმა დაიფარო სტერილიზაციისგან მაგრამ ისედაც ძალიან დაბალზეა შობადობა აი მოსახლეობა მიდის შალო პაპუაშვილი გამოდის და თითქოს დარდობს გრენლანდიაზე გრენლანდიაში რომელშიც ეს რამდენიმე 1000 კაცი ცხოვრობს რომელიც რა ვიცი ხან ტრამპს მიერ ხან იმას შეება ანუ სამ გაახსენა საერთოდ მაგრამ ნუ ხო ეხა მაგათ პროპაგანდას ეგრე ჭირდება
მაგრამ ეგ მინდა რო თქვა რომ რა ვიცი გრენლანდიაში თუ სტერილიზაცია გაუკეთეს და დანია ეგეთ ცუდი არის საქართველოში არანაირი სტერილიზაცია და კასტრაცია არ დაჭირვებია არავის ისე იკლებს შობადობა იმდენად დაბალ დონეზეა რა ვიცი 20-30 წელიწადში ყველაზე დაბალ დონეზეა შობადობა და ეგ რამ გამოიწვია ჯობია მაგაზე ვილაპარაკო გამოიწვია იმან რომ ოცნება არ ქმნის აქ ისეთ საშუალებას კი არა უცებად მაგრამ არ ვრალდება საქართველოსთან მიდის ქართველი საქართველოსთან მიდის რაღაცა ახალგაზრდა ქართველი ვრალდება სხვა ქვეყანაში ну თან ის უნდა ითქვას რომ ზვიად მაისაშვილი რო დაგდებული ეგდო რუსთაველზე და სპეცნაზოვმა ფეხი რო დაარტყა და რა გვასხეს დღემდე რო არიცი ეს მაგრად არ აინტერესებს და ინუიტების და გრენლანდიელების ბედი რა ძალიან აინტერესებს საბჭოთა პროპაგანდას ქონდა ეგეთი რაღაცა რაც არ უნდა გეთქვა ერთ-ერთი პასუხი იყო და აი თქვენცით აფრიკაში რა ხდება კი არა ხო ისიც რა რომ ის ხო ამაც მნიშვნელოვანი არის თითქოს რომ აი ნაცები უნდა აუგზავნოთ ნაცებს უნდა ვებრძოლოთ და განათლების პირისაკენ კაცი რომ მომაც მე მგონი ბზანება გასცა რომ ციხეში ბუნტის დროს დაიხვრიტა პატიმრები რაზეც ახლა ერთ-ერთი თავარი თემა იყო და რა ძალიან ცუდი იყო მართლა იმ დროის მიქანზე იყო საშახსოვლის მინისტრის მოადგილე და მგონი იმ მომენტში მუშო იყო კი მომენტში იყო და ხელი მომალეობის შემსრულებელი რა ხო ეგ არის შეიძლება შენ უჩვეულოდ შუმად ხარ ეგ არ შეიძლება მაშინ პასუხი არ ვიცი ხარ ყველანაირ პროპაგანდაზე მარტივი პასუხი მაქვს რომ კონსტიტუციას ჩამიწერეს თვითონ მაძალებენ რომ იყო ევროკავშირის წევრი და ყველაფერი იქნა ამისთვის ყველა სახელმწიფომ შტომ თვითონ არის საპარლამენტო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის მქონე პირი ხო ანუ თვითონ უნდა იყოს პირი რომელიც ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირისთვის და თუ ევროკავშირელობაა და ევროპა იმას ნიშნავს რომ რაღაცნაირად სტერილური უნდა იყოს და რაღაცა მაშინ გამოვიდეთ თავი დაიკოდოს და საკუთარი კონსტიტუციას ცევს პატივი თუ ამას მე მეუბნება და რაც არ უნდა მიშალოს მე ევროპა ყველაფერი თვითონ ის უნდა გააკეთოს რომ თვითონ ჩამიწერა ეს თვითონ მითხრა რომ ყველამ შტომ რომელიც არსებობს ევროპისთვის და გააკეთოს რაც შეუძლია რაც იცის რაც უფრო მეტად შავად დამიხატავს ევროპას მით უფრო მეტი ცუდი რამის კეთება უნდა უწიოს თვითონ. ხან ამაზე აქვს ვალდებულება საკუთარ თავზე აღარ. მაგას ვერ წაართო, ანუ თავადვე ჩაწერეს, თავადვე მე წამოიწყეს რაღაც საშინელი ანტიევროპული რიტორიკა, ამას წინებზე იყო ძალიან სახალისო ეს თქვა მომენტი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ლუქსემბურგის ან შეხვდაც არა ან აი ძემი საყვარელი ამ გაუღიმეს ერთმანეთს არა გაუღიმეს არა ლუქსემბურგის ფოტო იყო ესეთი რომ ხუტება იმედზია ტევე იმედზია რა და ან ქართველი არის მორიგი გამარჯვება მუღამი ის არის რომ ეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიცე-პრემიერი არის ღიად გეი პირველი ღიად გეი პრემიერ-მინისტრია ლუქსემბურგის ისტორიაში და იმისთვის რომ მისი ქმარი გედის კოსტუმში მონაწილეობდა ერთ რაღაც მსვლელობაში თუ რაღაც იმაში პრაიდში თუ ასე შემდეგ სადღაც მონაწილეობდა ამისთვის ნათრევი ყავს იმედს ბიჭო ან ერთს მომაკეთებთ ან მეორეს მომაკეთებთ ჩამოყალიბთ ან რა უნდა თან ხო შეუძლებელია ახლა დანიაზე და ასე ვთქვათ გრენლანდიაზე გული შეგტყიოს და პაპუაშვილი ამას ამბობდეს და კობახიძე ერთი თვის წინ იყო კოპენჰაგენში აუ იქვე რუთხარი ეს თუ ესე ძალიან გაწუხებდა და გულის ტკივილი გქონდა და რაღაცა ანუ პლუს ახლა რაც გამოგორდა აი უცნობის განცხადება რო იყო რომ აი მე ვიღებ თავზე პასუხისგებლობას ჯერ რა თავზე რა პასუხისგებლობას იღებ მაგრამ ხო არა გეტყვი რა ვიზე ლაპარაკობს და ტიპებზე ლაპარაკობს ანუ ეგეც უნდა გავიაზრო მე მგონია რომ მაგას კიდე კარგად ჩვენ ყველა არ გვახსოვს ხოლმე იმიტომ რომ იმ რაღაც საკეთებენ რომ ფიზიკურად შეუძლებელია და გამახსოვს ლაპარაკობ ტიპებზე რომლებიც პირდაპირ ამბობენ ანუ თვეების კი არა მე მგონი დღეების ინტერვალში განცხადება რომ ანუ ერთი წერტილი არის აწერტილი არის რომ Deep State-ის ზარები თუ შენ პრემიერებსო და ნუ გვიწევდაო რა უქნათო ხანო სახალხო დამცველი Deep State-ის ზარი დავნიშნეთო ხანო პრეზიდენტის კანდიდატი ზურაბიშვილიო ხანო მარგველაშვილიო ნაციონალისტო გახარიაო და ასე შემდეგ რა და მეორე წამს გამოდის ტიპი და ამბობს რომ Deep State-ი არის ყველაზე დიდი ბოროტება მაგრამ თან რამდენიმე დღეში ამბობს აი ეს სამი წერტილი რა A წერტილი B წერტილი C წერტილი A წერტილი არის რომ Deep State-ი მანიშნებდა მინისტრებს B წერტილი არის რომ Deep State-ი არის უბოროტესი ძალა რომელსაც ყოველ ცუდი უნდა საქართველოს და C წერტილი კობახიძემ რა თქვა Deep State-ს უნდა დაულაგდეთ ანუ აი მაგ ხალხზე გვაქვს რა ლაპარაკი რა ანუ რა მაგიტო არ მჯერა ის კი არა გრენლანდიაზე შეტკივათ კი არა გული არ მჯერა რომ საქართველოსზე შეტკივათ მართლა იმიტომ რომ
ანუ იმდენად აცდენილი არიან ლოგიკაში ერთმანეთი თავის თავთან წინააღმდეგობაში არიან მოსულები და ეგ მე მგონია ზოგადად იმის პრობლემაა რომ როგორც საპარლამენტო ქვეყანაში ნახდებოდეს ამ ქვეყანას არ მართავს გუნდი ამ ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი რომელიც რაღაც ხასიათზე რო გაიღვიძებს იმ ხასიათზე უნდა იცხოვროს ყველა ქვეყანა მაგრამ ეგრე წარმოუდგენელი საქართველოსთან ამათ თუ ვინმეზე შეტყივათ გული ქართველების მცირე ნაწილზე რაც მათი ოჯახებით შეიძლება შემოიფარგლოს რა თავიანთ ოჯახებს გარდა არაფერზე მაგრამ ეხლა უყურე ბოლო დღეებში რაც არის რა ეს უცნობი ყაველაშვილის რიტორიკა რომ აი ბოდიში მოიხადონ და შეწყალება მოითხოვონ და ასე შემდეგ რა ანუ მეორე მხრივ ანუ ეს ყოფილი თითქოს მიუთითებს იმაზე რაღაცა გზებს ეძებენ რა არ ვიცი ისთვის აი გინდი დიდი ეროვნული შერიგება და გინდა რაღაც ტაქტიკური უკან დახევა და ასე შემდეგ რა ნუ ყოველ შემთხვევაში უკვე ჩახერგილია გზების რა ხო რა რა შეიძლება ნუ ჩემი აზრით რაღაც ეგეთ განსასწავლებელია რომ ომი შეიძლება დამთავრდეს რაღაცნაირად უკრაინაში რაღაცა ტიპის ხელშეკრულება გაფორმდეს და თვითონ ნარატიულად იყოს წელში გამართული და უხაროდეთ ის რომ უკრაინისთვის ბევრად სახარებელი შეიძლება ბევრი რამე იქ არ იყოს და მე შენს დაგანახოს პროდასავლერ ამორჩეულსაც რა აი ჩემთან პრაგმატული აზრით იდო საგი აზრით იდო თქვენ შეცდენილები ხართ თქვენ ხართ აყოლებული ამ რაღაცა ნაცობას და მე რაღაცა რაც შეიძლება თქვენ გაწუხებდეთ შეიძლება პოლიტპატიმრები იყოს და მოდი ეს შეწყალების თემა შემოიტანოს და ეს აბურთაოს ჯამში ყველაფერი მიდის მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებასთან. ხა წეღარაც ვისაუბრეთ, ხა მათ შორის ევროპასთან მე არ დამავიწყება მომენტი და ეპოქა, როცა ქართული ჩემი აზრით საგარეო პოლიტიკა ანუ პროდასავლური კარტი უფრო მეტად პროევროპული იყო. თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენგან უფრო უცხოდ დანახული იყო. ძალიან აღიზიანებდა ხოლმე მახსოვს აი თქო და შტატები ცალკე გამოყოფა ამერიკაზე მის გერბოზე ლაპარაკი უფრო უყურე ხოლმე რომ აი გერმანია ევროპა გერმანიელებსაც ძალიან უყვარდა ესენი ქუჩაშიც უფრო მეტად და ილია ჭაჭვაძე მეტად წინაპლანზე გამოსულიყო საქართველოს პირველი რესპუბლიკა ნოე ჟორდანი რომელიც მეტად უფრო აი გერმანიკული გამართებლობის კაიდაგური იყო რაღაცა და აი თითქოს საქართველოს იყო უფრო მეტად პროევროპული და არა პრო ამერიკული ქვეყანა და გურთეთმა ქონდა და ბოლო ხანებში უცბად და ყველაფერს ავტომატურად იღებდა. მაშინ მახსოვს ხოლმე გირჩი ძალიან ბევრს ვაპროტესტებთ ხოლმე რომ არ შეიძლება ყველა ევროპული რეგულაციის ყველა იმის ესე შემოტანა მოხატვა ამას თვითონ ილია ჭაჭვაძე წერდა ამას ვაციტირებდით ისე ასე მაგრამ ნუ ზუსტად ეკონათ აი რასაც თვითონ ამბობ რომ დავალება რაც წამოა იქ და უნდა გააკეთო ზუსტად უყარდათ ევროპიდან ევროკავშირი და რაღაცების გადმოწერა და ეს უბრალოდ ბოლო ხანებში არის ეს ამბავი და ყველაფერს ესე გაკეთება შეუძლიათ ერთ წამში უნდა საკუთარი პროპაგანდა შეცვალონ სულ აი გებზე რო საუბრობ ხო ვის რა გეიმა გათაწუხებს სინამდვილეში გეიკერავ სუსის ფაილებია გავრცელებული და რომელ ინსტიტუციასაც იხუტებენ იქ რა ამბები ხდება საპატრიოში ამბები ხდება თვითონ ყველაზე კარგად იციან თვითონაც გააბაზრეს ეგ ერთი პერიოდი და ცადეთ მან ამობრუნება სადაც არა მარტო გეობასლარული პრობლემა, იმიტომ რომ ეგ მათი საკითხი არის, ახლა მათი პერსპექტივით შეიძლება რაღაც ცუცად იმას ნიშნავდეს, მაგრამ პედოფილიის წმინდა დანაშაულებრივი ნიშნები არის, ხო და თვითონ პედერასტია რაც არის, ხო? საეკლესიო ისა პედერასტიაც ნიშნავს, ოსა შენი მესქესის ბავშვთან გაქვს სექსუალური ურთიერთობა, რაც სამართლებრივად არის დანაშაული. და მასთან მიმართებაში არანაირი მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ, როცა ესეთი ტიპის საკითხები მოდის ხოლმე. სამდროში არიან აფერისტები, სადაც არაფერი ლოგიკის პოვნაში ნარგინა გარდა იმისა რომ ყველას უყვარს ძალაუფლება რა და ამას არ გაუშვებდა ძალაუფლება ყველაფერი შეიძლება გაკეთებინოს ჩემთვის ადამიანი მან ფასდება ამ ძალაუფლების ნაშრომების გამო შენ თუ მყიფე ტიპი ხარ და შენ ის არ ვიქ რაღაც შინაგანი რაღაცა მე რასთან მიმართებაში დღის ბოლოს საღამოს რან რო გძინავს ან საშხაპეში რაღაც გეუბნება რომ ბიჭო ცოტნე ამასთან არ მოდიხარ კარგად რა შენი ხმა შენს თავში როცა არ გაქვს მე შე რავ შიშის გამო შეიძლება უცბად მენა პრორუსია განა ისო პუშკიზე გიждდება მართლა და დოსტოევსკიზე და აი რუსი პატრიოტი კი არ გონია რომ მე თავადებიდან იქნება ეგრე რომ აი რუსული მასე გიждდებოდეს არა უბრალოდ შიშის გამო თუ ის მზადარში ხა ძალუფლება არ დაკარგოს გარუსეს ჩემთვის ეგ არის რუსი თუ არა თუ ოღონ ძალუფლება არ დაკარგოს და რავი გრენლანდიაზე გაგიждდეს ხვალ და გადაწყვიტოს მოდი თავი დავიკოდოთ ეგეთ ჩემთვის ის იქნება ანუ ის ყველაფერზე გამკეთებელი არის ამიტომ ქართულ ოცნებას ჩემი აზრით ზოგადად ქოცობა ყოფნის და აღარ მინახომი ამის იქით რაღაცების დამატება. კოცია, კოცური ქცევა ეგეთია და სამწუხარო არის ხოლმე რომ აღმოჩენია ჩვენს ქვეყანაში ეგეთი რაღაცები გადის რა. აირჩიე ბიძინეო ჭამესვი და იძინეო. ამის გამო მოსული ხალხი არის ეს და აქედან გამომდინარე თავარი რაც მე პრობლემა მგონია ადამიანის თავებში ყველგან ხედა ხოლმე რაღაცა პატარა კოც რომელიც არსებობს. მე ვიცი რომ კოცების მოსლობამდეც არსებობდა კოცობა როგორც ასეთი, მისი წასვლის მერეც იქნება ის რასაც კოცობას დავარქმევ ხშირად ამბობ ხოლმე რომ კოცების იდეოლოგია არ აქვს ის არ აქვს, მაგრამ კი კლასიკური გაგებით ხა იდეოლოგია არ აქვს, მაგრამ არის რაღაცა სახეხატი, რასაც აი რომ გითხრა დამიხატი ან შემიკარი კოცის არქეტიპი, შენ ამას დამიწერ, დამიხატავ, ამას დამიწერდი 10 წლის წინაც, 20 წლის წინაც და შემდეგ 20 წელშიც გეცოდინება, რა არის ეგ კონფორმისტული არქეტიპი, რომელიც ადამიანში არსებობს.
რომელსაც საკუთარი ღერძი არ გააჩნია. ეგ არის რა, მაგას უყურეთ. მე ამიტომ მგონია რომ კოცების დამარცხება არის ძალიან რთული ამბავი, მაგრამ თუ დავამარცხეთ, ბევრ რამეს ერთიანად ამარცხებ რა, ბევრ კომპონენტებს, სადაც იპოვის სხვადასხვა სოციალურ ქსოვილებში, ხო, იქნება ეს რაღაცა ქუჩა და იმ ძველ ბიჭებში, იქნება ეს ფარისევლობაში, რაც არსებობს საპატრიარქოში, იქნება ეს სახელმწიფო შტოებში გამოხატული ინტელიგენცია, რაც ქვია, ამ რაღაცა საბჭოთა კავშირის სენტიმენტებში, აი მეძე რო გადართავდა იმ მორინას ტალში, აი ეს ყველაფერი რაღაც ერთი სუნი რო არის, რო გრძნობ, მაგ რაღაცა საბჭოუშ ამას დატოვა ჩვენს მეხსიერებაში, მაგის ნაბახუსებია ჩვენს ქართული მე რაზე მეცინება ის ყველაზე მეტად ან მაგას მარტივად ვერ უნკურნავთ. არა ხო, და რაზე მეცინება ყველაზე მეტად რა რომ ეს ევროპიდან მართლა ყველა რეგულაციის გადმოგების პერიოდი რო იყო და ეხლაც აქვთ ხოლმე რაღაცები. ოღონდ თვითონაც აწყობთ რა. რომ მაგალითად ევროპიდან შენ არ გადმოგაქ სასამართლო სამართლიანი ოღონდ მაგას ვერც უარყოფენ ეგენ ტიპები ვერ უარყოფენ რომ იქ ეხა სასამართლო არ არის ჩვენ რო გონია რა ბავშვობიდან რომ მიჩვეულები ვართ ამის ყურებაში რო ვართ თუ სასამართლო არის რაღაცა ნაწილი ხელისუფლების ოღონდ იმ გაგებით კი არა რომ ცალკე ხელისუფლება არის რა ანუ აი ამ რა პარტიის ნაწილი არის რა იქ მართლა ეგ კი არ გადმოგაქვთ რა გადმოგაქვთ ის რომ საზოგადოებრივ მოუწყებას უზრდიან წარამარად დაფინანსებას გადმოგაქვთ ის რომ აქციზი უნდა იყოს ბენზინზე სიგარეტზე და ამას გვასაღებენ რომ აიცი რა ეს არის ევროპის მოთხოვნა თანაც ღიზიანდება რაღაც ნაწილი ხალხის რა მაგრამ იმდროის რომ ჯიბების გასხებად აკეთებენ მაგ ყველაფერს და უპრინციპობამდე მივდივართ რა რომ ერთი დღე და deep state-ზე რაც ვთქვი რა ერთი დღე შეუულიათ რომ ერთს აწვებოდნენ მეორე დღე შეუულიათ მეორეს აწვებოდნენ და ის ფუნდამენტი რა რეალურად რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, ყველა ადამიანის გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანის არ აქვს მნიშვნელობა ის როგორი ადამიანია და მოწოს არ მოწოს. მაგ deep state-ზე ყველაზე პრობლემური არის შემდეგი რაღაცა რომ თუ deep state-ი არის ყოვლის შემზე, მაგრამ ფოთის მერს ვერ ამარცხებს, მაშინ შევარცხნე ეგეთ deep state-ი. თუ ტატო ბაციკაძე თქვა და რავი ძალიან სწორად თქვა რომ შევარცხნე ის deep state-ი და ის გლობალური მთავრობა, როდესაც გლდანში შენ იცი რომ იმას რამ ზაკრული გეგმები აქვს, მაგრამ ეს უკვე ისეთი მარათამდელობაა, რომელიც შეუძლებელი ადამიანმა დაიჯეროს. ახლა ცოტა თქვა ამათი დამარცხებაო რა და ეგ ძალიან საინტერესო მომენტია რა. მეც ძალიან რავი ხა ადამიანი ხარ და ხშირად ფიქრობ რაღაცებზე რა. და აი რა სიტუაციაც ჩვენთან არის. ხო? უკვე საერთოდ არ მჯერა რომ ამათ პროპაგანდით რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ყავთ გაბრუებული თავიანთი მომხრეების. მოდი ეს პირობითად ავიღოთ რა, პირობითად ავიღოთ. საქართველოს მინიმუმ ნახევარი ამათ წინააღმდეგია. რა. თბილისში არჩევნებში ამათ ახლა რაც მოგება უწოდეს. ეგ არის კატასტროფა რეალურად, იმიტომ რომ უმეტესობამ ოპოზიციურ განწყობამ საერთოდ არც მივიღეთ მონაწილეობა, მაგრამ ოფიციალურად რაც რიცხვები, აი, სადღაც 250,000 ადამიანმა მილიონ ნახევრიან ქალაქში რომ ხმა მოგცა და ამით რომ გამარჯვებული ხარ, ნუ ეგ 80-ზე რა. ეგ რო გამარჯვებაა შენთვის მაგას შევეშვათ, ხო? მაგრამ უყურანაშია საქმე, აი, ამათი პროპაგანდა ბიჭო როგორ უნდა დაიჯერო დღეს დავუშვათ, კაი 2024-ში ეს ომი რაღაცა ეს ომის თემა სხვა შორის კარგად იმუშავებს და ოპოზიციის მხრიდან არ იყო საერთოდ ოპონენტები ამ თემაზე, მაგრამ დანარჩენები მე ტრამპი მოვა და დაალაგებს, მე ტრამპი deep state-მა შეჭამა რაღაცა, ანუ ამათ მომხრეებში, აი, რა პროცენტი უნდა შეინარჩუნო ესეთ სისულელების ძახით. ახლა სტატისტიკა რომ მოგიყვანო პირობითად, შეერთებულ შტატებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსახლეობის, ნუ გამოკითხვები ესე აჩვენებს, მოსახლეობის 4% მყარად დარწმუნებული არის, რომ დედამიწა არის ბრტყელი. და 10%-ამდე გეუბნება რა, ნუ შეიძლება ბრტყელი არა, მაგრამ მე რა ვიცი ძმა მრგვალია თუ არა, ეხა რავი ეხა. მე რო დავდივარ, სიბწყეზე დავდივარ რა და არ უვარდები. ხო, ესე იგი ეჭვებში ვარ. ხო, მოსახლეობის ესე იგი პირობითად რო ავიღოთ 10%. მოსახლეობის 10% შეიძლება ყველა ქვეყანაში ფიქრობდეს, რომ დედამიწა არის ბრტყელი, ანუ მოსახლეობის და რაღაც საზოგადოების რაღაცა ნაწილი ყოველთვის მოატყუებს რაღაცა პროპაგანდით და მოატყუებს ბოლომდე. პლუს მე ეს პროპაგანდა ამათი იდენტობის ნაწილი ხდება. ადამიანს ძალიან უჭირს ხოლმე რაღაცაზე უარის თქმა, რასაც ჯიუტად უმტკიცებს, თუნდაც თავის საძმაკაცოს. პირობითად რო თქვა ეხლა აი სუფრაზე რო 20-ჯერ თქვი რომ deep state-ი გჭამს და ჩვენ ვებრძვით, მე რაც არ უნდა მტკიცებულება დაგიდონ, მაინც გიჭირს ამაზე უარის თქმა, მაგრამ სუფრებზე არ ჯერა ხო, მაგრამ მოსახლეობის ალბათ მიწევს ხოლმე ხშირად, არა
ბაბლურად რა ასე ვთქვათ რა ძმაკაცი ისა არა ყველას ეცინება უბრალოდ მან სხვა პრობლემა არ ეხა დაასრულებს ხო და აი უყურე მან რა თემაა ჩემი აზრით მან უფრო მეორე თემა ამათი მომხრეების უდეს ნაწილს უბრალოდ ქორწინება აწყობს სხვა მიზეზის გამო. ანუ ზოგს შეიძლება აწყობდეს 500 ლარის გამო, ზოგს 5000 ლარის გამო, ზოგს 5 მილიონის გამო, მაგრამ ახლა ხო ვერ გამოდა ხო ვერ იყოს შვიდობის გამო. და მაგაც მინდა რომ გავალ. შვიდობის გამო ახლა უკვე ალბათ ყველაზე ნაკლებად და თუნდაც აი შვიდობის არგუმენტები ძალიან დაკარგეს, იმიტომ დრო გავიდა ბევრი. მოდი ნუ დავივიწყებთ რომ 2024 წლის ზაფხული იყო ეს და დღეს არის 2026 წელი დგება მალე. ანუ და როგორი მომენტია, იცი რომ ადამიანი ახლა პირდაპირ მაინც უტყდება, ვერ იტყვის, რომ აი მე რა ვქნა ძმა, ხელფასი პრემია, რაღაც ოჯახი მყავს სარჩენი, არ ტეხავს სხვაშორის ოჯახი ყველას ყავს და ყველას სარჩენი, მაგრამ ანუ მე ესე მგონია, რომ ამათ ახლა მომხრეები ვინც ყავთ, აი 10%-ია რომელიც მაგრამ დედამიწა ბრტყელია და მაგის შეიძლება დააჯერო, დანარჩენი ნუ რა ვქნა, აწყობთ და შეიძლება კიდე ხა ეშინიათ, რომ ეს რომ შეიცვლება, ანუ აი მე რა მომივა. იმიტომ რომ ვიღაცები არის, ანუ ვისაც ძალიან მცირე ნაწილია, ვისაც მართლა შეიძლება ეშინოდეს ამის. ახლა თა არის მოჭერილი ყვარელში, ხო? თუ ერთ-ერთი დეპუტატის ოჯახი აგებს, სასტუმროს და თა არის მართლა ეგეთი ეკოლოგიური რა უნდა გააკეთო, თა მოჭრეს. გაიგე? ანუ მეწყრული პროცესები და რაღაცები რომ დაიძრება, მე თურმე რა მოხდა. ჩემი დედულეთი ხარაგაულის რაიონი, ანუ ხემაღალი და ღვერკი ორი სოფელი. აი ორი სოფელი არის ატომური ბომბი რომ დაცემოდა უარესი არ მოუვიდოდა იმის გამო რომ ვიღაცამ კორუფციაში ფული შეჭამა და გვირაბები აფეთქეს რა და ანუ ეხა ამ ყველაფრის ფონზე რა ეხა მე ძალიან მეიჭვება რომ რამე იდეოლოგიური ნაწილი არის რა არა მე ვარ მანდ ცოტა მაგ ნაწილში ვარ რა ხო ბევრს აწყობს და ეგ არის პრობლემა საქართველოში რომ სოციალურად ძალიან ბევრი ადამიანი არის მიბმული სახელმწიფოზე და ნებისმიერ შემდეგი პატიოსანი ხელისუფლება და მე მჯერა ამის და მე ვიცი რომ ცოტასაც ჯერა ამის და მე მიხარია რომ ჩვენ გვჯერა ბევრ ადამიანს ამის რომ ნებისმიერმა შემდეგი ხელისუფლებამ ეს სახელმწიფო შტატი რომელიც ბევრ ადამიანს იკრობს და უბრალოდ პარტაქტივი არის საბოლოო ჯამში და ეს არ ეხება მარტო რიგით საჯარო მოხელეს რა ეხა მომღერლებზე გქონდა ჩვენ ვიდეოები რაღაც პატარა გამოძიებასავით გავაკეთეთ ესე იმაშვებიან ინარჩუნებენ ამ თავის მხარდამჭერ არტისტებს რომ უხდიან 10000 20000 იქ ზოგს უხდიან 500 200 რა და ნებისმიერ პატიოსანი შემდეგ ხელისუფლება მოვა ამ ქვეყანაში რა ეს სახელმწიფო აპარატი ანუ რაღაცა მთელი ქვეყანა არ უნდა იყოს ცუდი და კარგი გაგებით წურბელასავით ანუ ცუდი გაგებაა წურბელა რა თქმა უნდა მაგრამ ბევრი დამოკიდებული უბრალოდ ამაზე რომ ოჯახის წევრი ეს არის ანუ ეს კოორდინატორების სისტემაც ხო ეგრე მუშაობს რა რეალურად რა ეს კაპიტნები და რაღაცა ბევრმა ვერ გაიგო მარჩენების დროს რა რომ ეგრე მუშაობს რა რომ იქ ოჯახში ყველა ოჯახში არის შესული ქართული ოცნება ყველა არის დამოკიდებული ამაზე და ეგ უნდა მოისპოს პირველ რიგში ოღონდ იმიტომ კი არა რომ ანუ ამას ვერ იზავს ისეთი მომავალი ხელისუფლება რომელიც ორიენტირებული იქნება რომ ერთპიროვნულად დაიჭიროს ხელს ძალაუფლება იზავს ის ვისაც აწყობს უბრალოდ დემოკრატიული პროცესი დემოკრატიული თამაში და თამაშის წესები რა და ეგ უნდა გავაკეთოთ მე მგონია რომ ახალი პოლიტიკას მოიტანს ეგ უნდა იყოს ერთ-ერთი რა ნუ კი უნდა გაყაროს სამსახურიდან ნახევარი მაგრამ უნდა დაოპტიმიზოთ ან ბევრ ფული შეინახება ბიუჯეტიდან ბევრ სხვა რაღაცაში გამოიყენება ამას ბევრს დაზოგა უბრალოდ და აღარ იქნება სახელმწიფო რაღაცა დიდი მონსტრი რა მაგალითად რამდენი სამინისტროს როგორ განარჩენი ეს საჭირო რა და არგენტინელების მაგალითად აი მაგალითია მაგ მხრივ იმიტომ რომ ბევრი სამინისტრო ტიპმა გააუქმა და რამდენი მანქანა რო არ იყედონ ახალი ხო მაგას რომ 20 წლის მანქანები დადის მთელი ქვეყანა და ამას 2 წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალონ ბიჭო 20 წელსაც თავიდან 2015-16 წლის მანქანა ძველი მანქანაა არა და 10 წელი გავიდა უკვე რა ამასობაში რა ეგ ხუმრობა არის ხოლმე რომ 2016 4 წელს წინ გონია ხოლმე იმიტომ რომ კოვიდმა რაღაცა დრო აგვირია რა მაგრამ 10 წლის მანქანაა უკვე და რა ვიცი ბევრად იაფად შეიძლება მაგის ყიდა არა მაინც და მაინც 2000 იმის რა ქვია 25-ის 26-ის ისინი რა ქვია მანქანები უნდა იყიდონ რომ იგზნონ თავი რაღაცა და ეგ არის პრობლემა რომ ანუ ამდენი ფული ამაში ხარჯება მაგრამ ეგ ცალკე პრობლემა არის მაგრამ მე მგონია მაინც რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მათ შორის ოცნების ამორჩეულსაც და იმასაც კი და ეგრე არ უყურებ მე საერთოდ რომ აი 20-25 ვინც ოცნებას მიცა ხმა ის ეგ არის მე არ მიყვარს ხომ მაგ სიტყვას გამყიდა აი ეგ არის რა კოცია რაღაც არ მჯერა მე მაგის უბრალოდ არის ამ ქვეყანაში რაღაცები რასაც ჭირდება ადეკვატური დაპირისპირება ეს რაღაცა რაც ჭირდება ადეკვატური დაპირისპირება არის რომ მეორე მხარეს არსებობდეს მართლა ძალები და არსებობდეს რაღაცა რაშიც ქართველი ადამიანი რიგითი ქართველი ირწმუნებს რომ თუ შენ ოცნების განუდგა და იმის მხარეს დადგა ის სუსტის დაჩაგრული და წაგებულის პოზიციაში არ აღმოჩნდება და იმედი შეიძლება კონდეს იმის რომ ხმებსაც დაიცავს ის და ეგ კიდე სხვა ამბავია რა 2024 მაგალითზე ლაპარაკობ რა ხმებსაც დაიცავს ძალის ცენტრი იქნება მართლა და ანუ უდუოდ იდიოტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს რომ აი ხა მე ვჩერდები ვარაზის ხევზე და იმაშვები რა ქვია ოკეიტავ გზას რამდენიმე დღე და მე იცი რა ხო პარლამენტთან მივდივარ და რაღაც ანუ სიტყვაზე მოვიყვანე არჩევნების გაყოლების მე რეაქციებიც იყო ეგ რა კობახიც თანამარ გამოვიდა
რაც ვილაპარაკეთ ჩვენ ეთერამდე, ყობახით სანამ არ გამოვიდა, ვერ დაიძრა ქვეყანას პროცესი, იმიტომ რომ აი უპასუხის გეოპოლიტიკური კლასი იყო რა, მით ედგა ამას სათავეში რა და არასწორად აკეთებდა რეალურად საქმე ვერ გააკეთეს სწორად. და მე მგონია რომ სტატუს კვო ამორჩეველი იყო სოცნებას ძალიან ბევრი და ეგ გამოჩნდა იმაში რომ 2024-დან 2025-მდე როცა მარტო იყო ნარჩევაში და ბევრად მეტი საშუალება ჰქონდათ რა. ხმა ამორჩევის რაოდენობა კი არ გაზარდეს და დააკლდათ. თბილისის წეგ მოხდა რა რეალურად რა. საერთო ამორჩევის 20-30% აღმოჩნდა რომ არის რა და ნუ ხო იქ მისავლი ამორჩეველი ოპოზიციური ამორჩეველი არ მივიდა ასე შემდეგ. ნუ გამოვიდა 70-80%, მაგრამ ნუ ამაში ხო არის საქმე რა. ბევრი არის სტატუს კვო ამორჩეველი. რომელიც ვერ ხედავს აქეთ მხარეს იმას, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, იქნება სტაბილურობა, როცა ხელისუფლება შეიცვლება, არ დაიმუქრება მას ეგზისტენციალური საფრთხე და მათ შორის მშვიდობაზეც მაგიტო ვთქვი რა. ბევრს აქ მართლა იმის შეიძლება ეგ უნდა გავიაზროთ და არ უნდა დავაიგნოროთ ეგ არავითარ შემთხვევაში, რომ შეიძლება ოცნება რო აღარ იყოს, იმიტომ რომ ბევრი იაზრებს, ოცნება კი რუსეთთან ლოიალური ძალა არის და რუსეთთან არ ლოიალური ძალა რომ მოვიდეს, ომი შეიძლება დაიწყოს რა. ღმერთმა დაიფაროს, რაც არავის არ უნდა ამ ქვეყანაში, არც ერთ ჭკუათ მყოფილ ქართველს არ უნდა რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იყოს და ომი იყოს და უნდა ვილაპარაკოთ პირიქით მაგაზე როგორ ვინარჩუნებთ ამ მშვიდობას. თავდაც ხარჯი როგორ შეიძლება რომ გაიზარდოს, რაღაც ჯარისკაცის ხელფასი როგორ შეიძლება რომ გაიზარდოს, რა სტრუქტურებში უნდა ვიყოთ, ანუ ეს ევროპა, მარტო ევროპა ხო არ არის და 12 ვარსკვლავი რა, რა არის, რომ იქ ომი არასდროს არ ყოფილა. ამაზე ლაპარაკი აკლდა რა ჩემი ეს ყველაფერს რა. იმაზე ლაპარაკი საკმაოდ კონკრეტულ რა შინაარსს თავაზობ რა. და 2024-ის კამპანია ერთ-ერთი ყველაზე უშინაარსო კამპანია იყო, იმიტომ რომ ვიღაცებმა დაიჯერეს რომ ისეც ვიგებთო რა. და ევროკავშირში რომ კანდიდატის ქვეყანა რო ვართო 14 მილიარდი ევროს დაფინანსება და მაგაზე ააგო ერთმა პარტიამ და ევროკავშირის პასპორტზე მთელი ის არა და კონკრეტული შინაარსი ნაცმოძრაობა. კონკრეტული შინაარსი აინტერესებდა ძალიან ბევრ ადამიანს რა და ეგ სტატუს კო ამომრჩეველი რომ რაღაცნაირად შენ უნდა დაანახო რომ აქეთაც არის რაღაც. ოცნების გაშვების შემთხვევაში ეგ ხო რა ანუ არ მოუყირავდება იმას ცხოვრება. გავიგე, უბრალოდ ანუ ოპოზიცია არის ზუსტად ცოტაზე გადავიდეთ ახლა და ოპოზიციას მე შევდგეთ რა. აუცილებლად უნდა შევდგეთ. შეუძლებელია სხვანაირად ამ ქვეყანას ამეშველს. ანუ შეგთხოვნე და რა. ხო. არა, იცი რა არის, აი მე მაგარი არ მაინტერესებს ახლა ვის რა წინს რა არა. მე ყველაზე მეტად რაც წინს ქვეყანაში რაც ხდება, ეგ ერთი. მეორე ჩვენ უნდა მივეჩვეოთ იმას, რომ საკითხებს ვიმშელოთ, ვიდაოთ ერთმანეთს შეურაცხყოფის გარეშე და წყენის და მუტიაობის გარეშე. ეგ არ დახავს. თან ახლა მით უმეტეს ყველამ ცივი წყალი დალიოს რა. ანუ ყველას აქვს თავისი იმხელა შესტომები აქვს თუ ღმერთი წეს. მაგრამ ახლა აი იმას მინდა დაუბრუნდეთ ცოტა რა. ანუ აი რამდენად გონია რომ ამათ პროპაგანდა არის, თქვათ რაღაც აი როგორ გითხრა რამდენად მაგარი გონია ამათი პროპაგანდა, რამდენად გონია რომ მათივე ამორჩეველის რა ნაწილზე მოქმედებს, იმიტომ რომ მე მართლა მგონია რომ ამათი პროპაგანდისტები არიან მაგარი ჟარმაცები რა. დავცინი ხოლმე რა, რომ მეთქე ჟარმაცოთ. ერთი ლექსი რა გახდა, რაღაც სტალინის დროს რო იყო და რაღაცა ბერიას დროს ლექსები. მაგალითად ერთ საცილო ფაქტი რო გითხავ, ერთი რუსი პოეტი იყო, გვარი არ მახსოვს და ერთხელ იპოვა რითმა და მაგარი გაუხარდა. Небосвод прозрачный кристаллин. იცი რატო გაუხარდა? სიტყვა სტალინზე რითმა რუსულ ენაში რითმა იყო ამოწურული და небосвод ანუ ცის კამარა прозрачен გამჭირვალი და კრისტალურია კრისტალლინ და ამას სტალინი მიაბად. ამათ ერთი ლექსი ვერ დაუწერიათ ამის ღმერთი არ იყოს რა და ანუ რას ფიქრობ აი ამათ პროპაგანდას და შენეთ მახლა აი ამორჩეველი რითი უჭირავთ რა. არა, თავიანთი ამორჩეველი. კი ბატონო, ამათი პროპაგანდა მე ძლიერ საერთოდ არ მგონია და საერთოდ ვინც კოდს იცნობს, მაგ ყველაფერს ხდება რა, ხშირად ჩვენ ტელევიზორით, და კონსპირაციები გვიყვარს ხოლმე, ხშირად ყველაფერს იმას უფრო რთულად დანახვა, უფრო ნიჭიერად ესენი. აი ერთი წამით აი უნდა შეგაწყვეტო, ზუსტად მაგას ვიძახი ძალიან ხშირად. ჩვენ თან ხშირად იძახიან რომ ბუჭო მაგრები არიან, ძალიან მაგრები არიან რაღაცა და რეალურად იცი რას მაგონებს ეს ყველაფერი? ჭადრაკის თამაში თუ არ იცი? აი პირობითად თუ იცი რომ ჭადრაკი ძალიან ინტელექტუალური თამაშია, ძალიან ჭკვიანი ტიპები თამაშობენ და მიახლოებით იცის სულები. და ჭადრაკის ორ სულ მოთამაშის თამაშს თუ უყურებ, კასპაროვი, კარპოვისგან თუ რაღაც აი ორი გროსმეისტერის თამაშისგან ვერ განასხვავებ და მგონი ეგ გჭირს ჩვენ. ბოდიში შეგაწყვეტ. მანდ ვარ რომ ვინც ზოგადად გვიყვარს ხოლმე კიდე რაღაც კონსპირაციების დახატვა. თორემ მე საკუთარი უფრო ჭკვიანი გეჩვენება და მე ხვის ქმედებაში იმის დანახვა ამის დანახვა მეც მჭირდა ეგ სანამ ამ ხალხს გავიცნობდი რა მე სანამ ტელევიზორ ადამიანს რო უყურებდი ხოლმე
ნარუტოს უყურებდი ძირითადად და კურიერს იმას ამას და ვისაც უყურებდი ხოლმე ყველა მეგონა რაღაცა იცის ამ ხალხმა გენიოსი. მე ვინც დავინახე, ვინც გავიცან, მივხვდი რომ სიგარა უბრალოდ სიგარაა და უბრალოდ ეგ არის და ეგ ამბავია და არაფერი ის არ არის. და კონცეფტთან მიმართებაში ხოლმე ეს ძალიან მარტივი რაღაცებია ხოლმე თან კოცეს ვიცნობ საკრებულოში რომ ვიყავ უბრალოდ რომ ხედავ ხო 4 წლის განმავლობაში ადამიანს რომელსაც ფურცლით თუ არ მოვიდა უბრალოდ აზ ვერ გადმოცემ, უბრალოდ მესიჯად რომ მოდიო და მე ვიცოდი რომ ეხლა მე მათქმევინე თქვენი სათქმელი, აი ზოგჯერ გონია ხოლმე რა კობახიძე კიდე ის არის ხო, აი ქვევით ტიპები ვერც კი ახმოვანებენ კობახიძეს რა პროპაგანდა უნდა, ბანძურად ჩვებიან მაგას, აი ეხლა რომ მომცე 2 დღე უკეთესი კოცი ვიქნები, დარწმუნებული ვარ. ძალიან დაბალ კვალიფიკაციასთან გვაქვს საქმე, ძალიან დაბალ ჟანრთან გვაქვს საქმე, უბრალოდ არსებობს ხალხი, რომელსაც უკვე წინასწარ უნდა მაგის მოსმენა, წინასწარ პოზა აქვს დაჭერილი და არანაირი პროპაგანდა კი არ ჭრის, ეგ მოწონთ. რა ხა მე სულ 10 წნება რომ ჩამოვიტანო ზოგჯერ გაცდამა ოპოზიციონერი რომ ჩამოვიდეს ესე 10 წნებით. დაიწყებე რომ ნახე რა აცვია, ნახე რანაირად ილაპარაკა, ის მეცხრე რა საჭირო იყო, მე-5-ში ცხები იყო ნაგულის ცხები და პირდაპირ მათი გასარჩევა მოხდება და ხოცმა რაც არ უნდა თქვას, წინასწარ მიიღეს. უბრალოდ ეგრე აქ არქეტიპულად გადაწყვეტილი და მორჩა, არანაირი მათი პროპაგანდა ძლიერი არ არის. არანაირი არ უნდა ქონდეს იმის შიში რომ მაგას ვერ გადახე, ვერ მოუგებ, ნებისმიერ საუბარში მაგას მოუგებ. მაგის პრეტენზია თუ არ გაქვთ ოპოზიცია, მაგის პრეტენზია დაკარგა. მადღიზიანდები ძალიან ცუდია რომ მათთან პირისპირ ყოფნა აღარ გვიწევს. უბრალოდ ქოცისა და ოპოზიციონერს არის დებატი არსებობს არის როგორც კი სადმე წააწყლები როგორც კი ვინმე გავშვებს მათი სისუსტე ეგრევე ხუხულასავით ინგრევა აი რაღაცნაირად დგას რა რაღაც ეს შარავანდედი თუ არ აქვს ეპასუხები ძალიან მყიფია ქოცობა აი ძალიან მათი პროპაგანდა არის სუსტი და სასწაულად დიდი შეცდომა იყო რომ მართლა ომზე არ ვისაუბრეთ უბრალოდ უდიდესი შეცდომა იყო და მაგიტომ აქ აი ეს გამქრალი ეს ილუზია რომ არსებობს რაღაც სერიოზული სტრატკომები და მაგ რჩევებს დაუჯეროთ სრული სისულელი ოპოზიციამ დაღუპა მაგ სტრატკომება დაღუპა ამ რაღაც უცნაურო ბროშურით ლაპარაკმა და ენჯოუშნიკურმა ენამ ეგ არის ყველაფერი სისულელე ძალიან მარტივად შეიძლება და ქართულ ცემას და შეპალმაგალად პროპაგანდას არ უპასუხო შენ თუ პროპაგანდას უპასუხო ეს უკვე იმას ნიშნავს რომ შენ აპროპაგანდა აი სრული სიგელი ირიკი შეიძლება მაგ პროპაგანდას უპასუხო სერიოზული სისუსტე აქვს როგორ შეიძლება მე ცოტნე კობელიძე სამტკიცებელი მქონდეს რომი არ მინდა და ისა ბიძინას არა როცა ბიძინას დედანატირები რაც არ უნდა დაიწყოს ბუნკერი ექნება სახში ყველა მიცის და მე იქ მუხიანში არაფერი არ დამიცავს რაკეტა რო თავში მოხდეს და ეხლა მე უნდა შემწყვეს ომის შიშზე ლაპარაკი მათთან და თითქოს რა მე კი ომის შიში ლეგიტიმური შიში არის ობიექტური შიში არის და მე ამაზე უნდა მქონდეს პასუხი და ქართულების პროპაგანდას არ უნდა აი მაგაზე შიში რომ არ შევყვეთ ეგ არის სრული აბსურდი ყველგან შეგიძლია მოუგო სოციალურ ქსელში შეგიძლია კაპიკებში და თეთრებში მოუგო მაგ პროპაგანდას აი შეხედეთ მათ იუმორისტულ გადაცემებს მაგალითად რა ხდება აი უყურებთ აი საცოდაობით ან სცენარისტი არ ყავთ ან მე არ ყავთ უბრალოდ რა ბანალურად აგებული ისა ერთადერთი ვინც რომ გამოდის ხოლმე და რომ უსმენ და მათ აი ქოცის დედანი რა არის და ორიგინალიც არის ხოლმე კობახიძე დანარჩენი მაგის რაღაცნაირი არა პროფესიონალი ძალიან კი კობახიძეს მართა ხოცის ანუ გადამღერება ის იმათი რა აი ამ პატარა ჯგუფის დედანია რა რომ როგორ ტიპია რა რომ ყოფილი ენჯეუშნიკი ვითომ პატრიოტი ოღონდ რო არ გამოდის ამ პატრიოტის როლის თამაში რაღაცა პრობლემებით აშკარად არა მაგ მხრივ ყველაზე კაი ტიპი არის პაპუაშვილი 20 წელი გერმანულ ენჯეოში იყო ბიჭო ყველა საფეხური გაიარა GIZ-ში გაიარა ყველა საფეხური და მე ანუ დაახლოებით მაგდენული ხანი მაგ გატარებული საჯარო სამსახურში და ეხა ეს მე მეუბნება რომ ენჯეო ცუდია და რა ენჯეოში ცხოვრებაში არ ყოფილა და აგენტი ვარ მე ამის ლოგიკით და თვითონ იმენა მე მეუნება deep state ხარ რომელიც პაპუაშვილი როცა გერმანიის სახელმწიფოს ემსახურებოდა კი არა გერმანიის პროპაგანდირებდა ამარო გერმანულ არასამთავრობოზე მუშაობა დაიწყო შეიძლება გერმანული მარკა ჯერ კიდე არსებობდა ეხლა ზუსტად არ დამიზუსტები არ დამიკონკრეტე მაგრამ ანუ ევრო არ არსებობდა მგონი ჯერ კიდე რა არა უნივერსიტეტის დახურვა ჩალიჩოს რომელშიც ასწავლიდა ილიაუნის და ყველა სტრესი ფურის თავი გაგიზიანდრენ მაგრამ ილიაუნის დახურვა უნდა დედანის დახურვა ჩალიჩოს კაცი სადაც ის ასწავლიდა. მოკლედ ქართული ოცნების პროპაგანდა საერთოდ არა, ანუ ყველამ ვიცი წინასწარ რაზე რა პოზიცია ექნება და მან დააფერს რთული არ არის. აქეთ ხარი ვარ თქვათ უბრალოდ გაყუჩებული. ჩვენ აქეთ ხარეს ჩავთვალეთ რომ არ კეთება, არ ქმედება, არ შეპასუხება, არ არის პოლიტიკა და ეს მიდგომა, ვიღაცას რაღაცა დაშლის თავის თავად და ეგ არის ჩემი აზრით სერიოზული სისუსტე. სერიოზული სანქცია დაშლის და რაღაც. არა შენ თუ შენ ანუ ისი რა მაგალითად ჩვენ ქართულ ოცნებასთან არ ვით თანაშრომელი და ეს დაშლის. ეგ გახდა ძალიან კომიკური, იმიტომ რომ არაფერი მათთან სათანამშრომლოდ ისედაც არ დარჩა. არ ვეთანაშრომლები რაში.
აი რაში არ ვითანამშრომლები. არა, 3 წელი არჩევნები არ იქნება. ჩვენ თუ არ მოვიგონეთ და არ ვიტყუეთ, რომ ახლა გაზაფხულზე იქნება არჩევნები, მაგრამ რაც არის, უბრალოდ ვინმე ინვესტორმა ფული ჩადოს ახლა აქეთ ოპოზიციაში მაგისტვის რო ეს და ისე ვიგივე დაიწყო. თუ ეგ არჩევნები იყო, გაფლანგონ, თუ დანიშნა ვიძნამ არჩევნები, მაგ არჩევნებში გასვლა გასვლა კიდე იქნება საკითხი და კიდე უარესი შედეგი დადგება საერთოდ, მაგრამ ამის მიღმა ზოგადად ჩვენ რომ რაღაცებზე არ პასუხით არის და გავაღმერთეთ ეს ხალხი რა, ანუ ბიძინა პირდაპირ აი ბიძინა პუტინის მაკაცია ჩვენ ტრამპს აქეთ თან ვაგინებთ თან ვანწყავთ არა ბიძინას მითოსი შეიქმნა რა რომ თითქოს ძლეველების მითოსი რომლის უკანაც დგას ჩინეთი პუტინი უნგრეთი ყველა ჩინეთის მხრიდან ანუ არავითარი ინტერესი არ დაფიქსირებულა ძალიან მაგარის გვაქვს კიდე გონეხავე ეს ხარ სუსეც ხო ჩვენ სუსე ბიჭო მან კაკებეზის ჯერამ კაკებეზეს ჩვენი საერთოდ აი თელი წერაკნო აი მაგალითად აი კასპარ ორჯერ დაეშალა ქვეყანა ანუ და ძალიან ტვინები არიან ანუ წარმოიდგინე FSB არის ყველაზე მაგარი ყველაფერი იციან მაგრამ პუტინს დაუდეს ისეთი დაკლადები რუსულად ვთქვათ, ისეთი ანგარიში და მოხსენება დაუდეს, რომ უკრაინაში შევარდა, შეწირა, აი რაც ვიცი, საუკეთესო ნაწილები შეწირა რა, აი მართა საუკეთესო ნაწილები მილიონ შეეში, უყურე? პირველად როცა შევიდა, პირველად ბიჭო, ტამანსკაი დივიზია, კანტიმიროვსკაი დივიზია, რა ხო არდინანოვსი და რაღაცა ფსკოვი, ასე შემდეგ ტიპები შეწირა, აი ანუ წარმოიდგინეთ თან როგორ არის, იცი, არის ეხლა პირობითად რომ ავიღოთ რა რაღაცა ბელი ლებედიდან გამოსული ზეკი და ტიპი რომელსაც 5 წელი სპეცნაზელად ამზადებდა 10 წელი ვერტფრენის პილოტად ცოტა სხვა რაღაცა რუსული სიტყვა ეგეთი შტუჩნი ტავარ რა ანუ ცალობით უშვებ ძალიან ბევრ ფულს დებ იმის მომზადებაში იმ პილოტის და რაღაცა და ეს სპეცნაზი ეს სადესანტო ჯარები ეს ვერტფრენის თუ ამ შემდეგ პილოტები შეაკლეს გენიალური FSB მოხსენებების გამო ანუ ეს ჩვენ ვაზვიადებთ ამათ ჭკუად ასევე გაზვიადებული რაც არის რაც თქვენ თქვით რომ ანუ აი მაგალითად პირდაპირ ხაზი კრემლთან კი არა ამათ თუ კონდეს არმავირის FSB-ს უფროსთან თუ კონდეს პირდაპირ ხაზი აი თუ ხადაობდეო არ ხადაობ ვიცი რატო რომ ჯერ ხო რეალურად მილიარდები რომელიც აქვს ბატონ ბიძინას ეს მილიარდები რუსული და სოფლიო მასშტაბით არ ფსაწარმოადგენს. ანუ ამ ადამიანის კაპიტალი დიდად არ გაზრდილა 2005 წლის მერე 5 თუ 6 მილიარდი იყო და არის. ეხლა არის თუ არა ესეც საერთო, მაგრამ მაინც ანუ ამ მდგომარეობათა პირობითად რო ვთქვა მასკი იყო დაახლოებით ინდონეზე მაშინ. ბიძინაზე. ხო, მაგრამ 2003-ში დაუშვათ მასკი და ბიძინა ერთ დონეზე იყვნენ. პირობითად რა, ანუ არ გაზრდა ხა ეს ადამიანი იშოვა ფული, მაგრამ იმის მერე რავი არც რუსეთის მასშტაბით და არც სოფლიოს მასშტაბით არ არის რაღაც ისეთი. საქართველოსაც შეეხება ეხლა კიდე რა, ანუ კი შეიძლება პუტინისთვის საინტერესო იყოს ადამიანი ახლა ამ ეტაპზე აკონტროლებს საქართველოში რაც ხდება, მძევლად ყავთ აყვანილები, მაგაზე ნუ მომედავებით, ტყუილუბრალოდ, მაგრამ ბიჭო, ის რო ახლა ის დაურეკავს ძმაო და იქ დაალაგებს და რაღაც, ანუ იქ არის 20,000 რაღაც გავლენის ჯგუფი, ზოგს აინტერესებს აქვს, ზოგს როტენბერგებს ცალკე ინტერესები აქვს, ტიმჩენკოს ცალკე ინტერესი აქვს და რა ვიცი, სეჩინს ცალკე ინტერესი აქვს და ამ დროს ახლა კიდე ერთი ალოგიკური რაღაცა ჩვენთან მაგალითად 2024 წელს რო გამოსვლები დაიწყო, როგორ დამთავრდებოდა, არავინ არ იცოდა. არც ბიძინამ, არც პუტინმა და ახლა წინასწარ გათვლილი იყო და რაღაცა მიწერა რომ ეს ყველაფერი გათვალეს და ამ შემდეგ ნუ აი ნონსენსია. პირიქით რაღაც ვარიანტში რუსეთს რაში უნდა და რაში აწყობდა აქ გარისკვა და კითხვის ნიშნის ქვეშ თავის წარმატების დაყენება რა. ანუ ეგ ყველაფერი რაც ხოცები აკეთებენ, ემსახურება მათ ძალაუფლების შენარჩუნებას. რა მეტი აი არ მგონია რომ რამეს ემსახურებოდეს უბრალოდ ჩვენ აქეთ ამხარე ამათ მივაწერთ ყოველთვის ყველაზე გენიალურ სვლებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ თავადაც ოპოზიცია, მე ხა დიდი ხანი არა ვარ ოპოზიციის ნაწილი, ამიტომ ვერ ვილაპარაკებ ამაზე ვთქვათ ძალიან ისე ჩვენ პოზიციიდან, მაგრამ ოპოზიცია არის ყოველთვის უფრო სუსტი, ყოველთვის არის ბევრის როლში და უშვებს იგივე სიმძიმის შესწავლებს და აქვს გაცილებით ნაკლები რესურსი ამ შესწავლების გამოსასწორებლად და ზიანის მინიმიზაციისთვის. იმიტომ რომ უყურეთ თან რესურსი მარტო იმაში კი არა რომ ამათ ფული აქვს და ძალა აქვს და ამ შემდეგ რა. ოპოზიციას ყოველთვის აქვს რაღაც 9 და 12 თავი და ეს 12 თავი ყოველთვის ერთმანეთს ჭამს. რა ვართ ერთმანეთის ჭამაში და ასე შემდეგ რა. ნუ მე ესე უყურებდი გვერდიდან
დაუშვათ და ეხა წესე უყურებ რა, არაფერი არ შეცვლა რა და ეხა მინდა რა ოპოზიციაზე გადავიდეთ. ანუ რაში იყო შეცდომები, რაში ვართ არათანმიმდევრულები, რას ვაკეთებთ არასწორად და რას ვაგრძელებთ პრინციპში არასწორად რა. ორივე ოპოზიციის წარმომადგენლები ხართ და საინტერესო იქნება. ხო რა, ეხა მე ოპოზიციას გავყოფდი რა. აქ ვინც ვართ, მე მგონია რომ არა მეინსტრიმული ოპოზიცია არის უფრო და იქ არის ცალკე მეინსტრიმული ოპოზიცია. რაც არის ეს კიდე მაყურებელმა უნდა გაიგოს შენი მეინსტრიმული და ბევრისთვის ყველა ერთია. არა, მაგას ხსნი რა, რომ ერთ მხარეს არის 4 ბარიერ გადალახული და ეგეც ძალიან მეცნია მე მაგაზე რომ ეხლა უკვე არა, ნუ ეხლა უკვე, მაგრამ ხო იყო რა ეს რაღაცა დეფინიცია ხო შეიქმნა რა. აქეთ არის ხალხი რომელიც რაღაცას ცდილობს ში შემთხვევაში და უდიდეს შემთხვევაში და ჩვენ მაგალითზე ვიტყვი რა. საკუთარი რესურსით, საკუთარი იმით, სოციმედიით, სადაც მართლა კაპიკებში და არაფრის დახარჯვით შეგიძლია მოუგო და ხო, მეორე მხარეს კიდე არის ადამიანები, რომლებიც მილიონებს ასხამდნენ, ერთ ოლიგარქს დაელაპარაკებდნენ, მეორეს მიენდნენ, მესამეს, მეოთხეს შეუსრულეს რაღაც, მეხუთეს არ შეუსრულეს, მილიონები ჩაასხეს ტელევიზიებში, ეგ ხომ ვთქვათ რა. გავიდა იმის დრო, რომ ახლა ამის დრო არ არის და ახლა იმის დრო არ არის. აბა როდის გადადგება მაგის დრო, მართლა შეგჭამს რაღაცა რა, ესენი მართლა რომლებიც რაღაც ვერ გვინელებენ, კარგად, საბოლოო ჯამში შეგჭამენ, ეგ თუ გავაგზავნებთ ჩვენ დიდი ხანი რა და რაღაცა კრიტიკული, ანუ ანალიზი თუ არ გავაკეთეთ საკუთარ თავების, საკუთარ საქციელებს რა. და ეხლა ეგ არის რა, რომ იდეაში ამ მაგალითზე ვიტყვი. ჩვენო მოძრაობამ აპრილში დააფუძნეთ პოლიტიკური მოძრაობა სართული. 7 თვე თუ 8 თვეა, ხო, გავა ეხლა მალე, ზუსტად ვერ გეტყვი. მე ვთქვი. ხო, კი. გავიდა მაგ პერიოდიდან დავიწყეთ ჩვენ ფანდრეიზინგი, ღია ფანდრეიზინგი, ანუ ეგ თქვით თავიდანვე რომ აი ხალხო ჩვენ დავდებთ ეხა ანგარიშის ნომერს 2 ბანკისას, თან ერთმა ბანკმა იქ რაღაც პრობლემები შეიქმნა, რაღაც ანგარიში კაიხანი არ გაკეთებს, ნუ ეგ ცალკე თემა არის. დავდებთ აი ჩვენ ანგარიშის ნომერს და ჩარიცხეთ თქვენ. არანაირი სხვა რესურსი არ არის. 2 წელი მანამდე არასამთავრობოს ფუნქციით ვიყავით და ხო, არაფერი ვიდეოებს ვიღებთ უბრალოდ რაღაცა ესა, ოფისი გქონდა ხან ვიღაც სახში, ჩვენების რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ ჩვენ არ ვიცით რესურსებს გამოყენება, ჩვენ რესურსს ვაკეთებთ ყველაფერს. და ჩვენ ვდებდით ამ რესურსს რა, რაც რეალურად რაღაცა პატარა ასაკის მიუხედავად, რაღაც ზოგი მუშაობდით თან, ზოგი რაღაც. 7 თვე გავიდა და ეხლა აღმოვაჩინეთ ამას წინათ, რომ იქ თან გავაკეთეთ ისეთ საქმეებიც, რომ დევნილებსაც დავეხმარეთ გამოსახლებულს, იქ ვიღაცას დავეხმარეთ, რას თქმულა, არ თქმულა, იყო ბევრი რაღაცა რა. 6330 ლარით მოვიყვანეთ აპრილიდან დღევანდელ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა. პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც 2025 წელს, რაც დასაწყისიდან სოციალურ ქსელების პლატფორმაზე დააგროვა 45 მილიონი ნახვა ჯამში. 92,000 გამომწერი ფოლოვერი ეგრეთ წოდებული მოგვემატა. ეს გავაკეთეთ ისე, რომ ჯერ ბუსჩი არანაირი ფული არ დაგვიხარჯია. აი ესეც 630 ლარიც იყო, აი სტუდია ავაწყეთ, რემონტი გავაკეთეთ ოფის ჩრენი ხელებით, მუჩები არ მოგვიყენა. იქ რაღაცა დაგვეხმარნენ ისინი ესენი ზოგმა უსწრაფოდ გაგვიწია რაღაცა მომსახურება ის მეგობრების დახმარებით თლიანად და საბოლოო ჯამში მოვედი იქამდე რომ ვართ მართლა ახმულები ისე და ეს კარგიც არის და დიდი პასუხისმგებლობაც არის რომ სერიოზული კონკურენტი შეიძლება ვიყოთ ვიღაცის თუნდაც მეინსტრიმის თუნდაც ქართული ოსტემის იმიტომ რომ კობახიძე შეჩნეულია რამდენჯერმე ისეთ რაღაცებში რომ რაღაცა ჩვენ ვიტყვით ხოლმე მე გამოდის ხოლმე ზუსტად იგივე სიტყვებით ამას მაგრამ სხვა პარტიებს ახსენებს ხოლმე ანუ უნდა რომ მიგვაწეროს რაღაცას რა ისევ რა ეხლა მე ამ დროს რას უყურებ რა რომ მაგალითად პარტია ლელო მაგალითად რა ვიცი 4 ნომერი 5 ნომერი 25 ნომერი რა მნიშვნელობა აქვს რა ხედავ რომ Facebook ბუსტებში ხარჯავენ 10,000-ობით დოლარებს საარჩევნო კამპანიაში ერთმა 20 მილიონი დახარჯა მეორემ 40 მილიონი დახარჯა არანაკლები ვიდრე ქართული ოცნებამ და ვხედავ იმას რომ იდეაში შედეგი და სათქმელის მიტანა ოღონდ მე არ ვამბობ რომ აი მე ვარ მაგარი ბიჭი და რაღაცა რა ცოტნეც ეგრე არის რა რომ ცოტნე შეუულია რომ ერთი ვიდეოთ იმიტომ მართალი სიტყვა არის უბრალოდ რა და მართლა რასაც ამბობს ადამიანი ეთყობა რომ ჯერა იმასაც ამბობს და უბრალოდ რაღაცა იმით არ არის დაკავებული რა რაღაცა საკუთარი თავის განდიდებით და თან აფერისტობით რა ცოტნე და რა ვიცი იმედია ჩვენც ეს აღწევს მილიონ 2 მილიონ ადამიანს თითო ვიდეო შეიძლება ან 9 მილიონს და ბევრად მეტ ადამიანს წვლება და ბევრად მეტ ადამიანს ესმის ჩვენი და პროპაგანდა ესე იშლება რა რეალურად რა როცა შენ რეალურად რაც ცუდი არის იმაზე ამბობ ცუდია მაგრამ თავაზობ თან გამოსავალს თან ამას აკეთებ გულწრფელად ანუ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებს ისე ზოგადად დიდი მნიშვნელობა აქვს რა და რაღაც ფორმას უფიქრებ ამას ეგ უფრო ეფექტურია და შეიძლება მართლა კაპიკებით გააკეთო ის საქმე და ხო რა თქმა უნდა რესურსი საჭირო არის რაღაც არჩევნები რომ მოდის და ის და ეს რა მაგრამ კაპიკები ჩავი ფულის garaშე ოლიგარქიული ფულის garaშე ეს ყველაფერი აკეთო და ისიც თან მოიხსნა ის ტვირთი რომ ვიღაცასთან ანგარიშვალდებული იყო გარდა ხალხისა რა ვიღაცა ერთ ბიზნესმენთან და თან რომ უტყდებათ ხოლმე გამოჩენა იმის თან რომ შავი ფულია თან ის არის თან რომ უტყდებათ რომ რაღაცა თან ისაფინანსეს მაგრამ თან ძალიან ბევრი მილიონი უნდათ იმისგან რა
ეს უნდა დაიშალოს მოისპოს ქართულ პოლიტიკაში და ხო რა რაღაცნაირად უფრო მერიტოკრატულ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაღაცნაირად უფრო ანგარიშვალდებულ მოდელზე უნდა გადავიდეთ და მე ეგ მგონია საბოლოო ჯამში გამოსავალი ყველგან რომ მივდივარ მაგას ვლაპარაკობ რა რომ ეს არის რეალურ ქართულ პოლიტიკაში გასაკეთებელი რა და პროპაგანდაც დაიშლება, ყველაფერიც დაიშლება და ეგ არის რა რომ ეს მითოსი აი რაღაც მაგის თქვა მინდოდა არ უნდა შეიქმნას რომ ეს არის უძლებელი და მე მახსოვს სხვათაშორის ბევრს არ ახსოვს შეიძლება ეგ რა მიუხედავად პატარა საკითხის სადაც მიყვარს ხოლმე სულ რაღაცების ყურება გადააზრება ისა ეს კრიტიკული საჭიროა სხვების შეცდომის სწავლა ისა ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის დღეს ლიდერი არის ის და ნუ არ დავასახელებ ტელევიზიაში მუშაობდა ბევრი წელი ერთხელ თქვა რომ მე ხა ბიზნეს იმას შევაგინებო და ეგრე დავანგრევ მისი უძლებლობის მითოსს არა და შუალედური ვარიანტი შეგიძლია გამონახო რომ თან უძლებლობის მითოსი არ შეკრა რომ ეს არის ის და ეს არის FSB ანუ რა თქმა უნდა გავლენები არის რა მაგრამ ეს არის რაც არის და თან მეორე მხარეს რომ მითოს სანგრევით რომ აგინებ შეგიძლია შუალედური მოძებნე რომ ნახე მე შინაარს ვთავაზობ ის ვერ თავაზობ შინაარს ანუ ელემენტარული გაგება კამპანიაში ვერ ხდეს რეალურად რა ხო და ნუ მე ეგრე ვხედავ რა ზოგადად რა გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის არ არის ეგეთი რთული რა ანუ მარტივად რაც შეიძლება რომ შევხედო უბრალოდ ბევრია სამუშაო ძალიან და რავი მე მიხარია რომ ცოტნე მუშაობს ჩვენ მუშაობთ რავი ჩელე მუშაობს სხვა ახალი მოძრაობები მუშაობენ მიხარია რა ეგ პროცესი რომ მიდის მიხარია რა ზოგადად და მე მგონია რომ მაგაშია გამოსავალი რა ნაკლები არ ანგარიშვალდებული რა ну ჩემთვის თავარი პრობლემა არის რომ მგონია რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ელიტა არის გაჭედილი 2003 წლიდან რაღაც 2000 აი მაგ დრეის წარმატებაში გაჭედილი არის და შემდეგ იმის მუდმივი შლა და ხრწნამიდის სხვადასხვა ტიპის ანარეკლებით შეება რომლებიც ფორმით ერთად თან მაინც არ არიან მაგრამ შინაარსობრივად ერთ რამეზე დგანან რაც მაშინ იყო წარმატება და ეხლა რაღაცად მოძრაობდა და ვერ ხდებოდა სულ მუდმივი რაღაც ახლა პირველი სიყვარულს რო ვეღარ ივიწყებ და სულ ყველაში რომ მას ეძებ ანუ მგონია რომ სულ ყოველთვის ეძებს ახალდელი პოლიტიკური ელიტა 2003-ში მოხდენილ რევოლუციაში გამოსვლა აი ცოტა ბოდიშ მაგას დავაბატებ რა არჩევნები უნდა გაყავდა მე კვანტუმი მარტივად ძალიან უცებთ აი პირველი სიყვარული და ხახი გამოხატულება რა არის იცი მაგის მე ეგრე მგონია რა 2003-ში უწყვეტი ავტოკოლონის კადრი სულ ცდილობდა ანუ ეგ მაგ ძალიან კარგად დამგვარებული რომ რაცო მოძრაობიდან წამოსული ძალები რაც არიან რასაც ესენი ხა არასწორი ცუდი სიტყვა არის რა პროპაგანდული სიტყვა წალინჯიხის ავტობუსის კადრი რა ანუ ეს ნაცმოძრაობა სულ ეძებდა მაგ კადრს სულ ყველა როცა დიდი აქცია იყო მაგას ვაკვირდები რა სულ ეძებდნენ ამას და ერთ-ერთ ბოლო აქციაზე არჩევნების გაყოლვის მე რაც იყო ნოემბრის ბოლოს ეგ გააკეთეს ოღონდ ვიცით რომ ხელოვნურად მოხდა ეგ იმიტომ რომ აქციაში ჩამოსული ხალხი არ იყო 2003-ში ნოემბერში რომ ჩამოვიდა აქციაზე იმ რაოდენობის ხალხი არჩევნების გაყოლების მერე ნუ რა თქმა უნდა კობახის განცხადების მერე ზანდური გამოვიდა რა მაგრამ აი ეგ არის ეგ გამოხატულება პირველი სიყვარული რომ ეს ისა რა უწყვეტი კადრი ავტოკოლონის ეგრე აქვს დარჩენილი და უნდა რომ გაიმეორონ და ვიცით რა სხვა რეალობაა კაი გასაუბრებელი ხო რაღაც განცდა არის რომ იგივე პოლიტიკური ელიტა რომელიც არ გაზრდილა და სხვათა შორის აქეთ ხარ რაც არ მეყოს კობახიძე გარედან მისული ტიპი არის რა ის არ არის ბიზნეს დაცვა პირადი ვინც ყავს ხო რომელიც ეხავ კობახიძე იმას აქ შეუსრულა მაგათ აქეთ ხარ ეს თქოს აი ახალი მაინც არ დაბადებულა რაც არ უნდა იყოს იგივე ნაშრელია და მიშა მთავარი და ჩემთვის ყველაზე გაგებადი თემა არის ეს მე რომ დღეს ნაცნობად სამორჩო იყო ჩემთვის კაფეოთ ის იქნება მე ყველაფერი მისგან მისი მემკვიდრეობა არის და არსებულ პოლიტიკურ ელიტის თელი განცდა არის ის რომ რაღაცნაირ რევანშისტული ამათ ეხა სადღაც მარტივად უნდა გამოდოთ კვანტი მუდმივად უნდა დაველოდო რაღაცა თემაზე სადაც მე გამოვალთ ვიხულებთ და ამათ ბეჭებზე დავდეთ უბრალოდ სახელმწიფო რაღაც ინსტიტუციურად ფორმის დონეზე მაინც შეცვლილი არის ისე აღარ ხდება როგორც ხდებოდა არ არის ისე რომ თქვა პოსტა დავიკავე და რაღაცა პარალის და არ არის რაღაცა ჩვენ კორონავირუსს გვაქვს ხალხს გადატანილი სადაც აღმოვაჩინეთ რომ მე და ლეო მესი შეიძლება სახში ვიყოთ ის ტუალეტის ქაღალდს კენწლიდეს და ცხოვრება გრძელდებოდეს რომ მთავრობებმა სოფლიოში სახლიდან მართეს რაღაცები ან ეგ მაგალითად ეგრე კონკრეტულად რევოლუცია სადაც შევარდი რომ არ ხდება მე გაიჭედა მანდ რომ თუ რევოლუციას არ შვებით მაშინ რა ვშვები პოლიტიკაში რა სათქმელი მაქვს რა უნდა გავაკეთო მან გავიჭედეთ 2020-ში მოხდა თავარი გარდატეხა სადაც შინაარსობრივად ყველა ოპოზიცია გახდა ერთნაირი ლელო რომელიც შემოვიდა ოპოზიციაში თავის შედეგი არ მოეწონა წამშივე იგივე ნარატივზე გადმოერთო რაზეც ნაციონალ მოძრაობა და მისი განაყოფები ის განაყოფები რომელიც არსებობდა რომელიც გამოც ბარიერი იქნა დაწეული ეს იყო გირჩი ეს იყო სტრატეგია აღმაშენებას მაშინ სხვა სახელი ერქვა თუ კარგად მახსოვს ნუ ყველაფერი ეს რომელიც მაინც ერთად გაერთიანდა ერთ ფანჩატურში სახელობითად გაერთიანდა და ნარატივი გახდა საერთო და ერთიანი რომელსაც მიმართებაში 60-40 იყო ბალანსი და ვერაფერს ვერ უშვებოდა ოპოზიცია შინაარსით გახდა ერთიანი და ფორმით არის დაცალკავებული შენ უყურებ ეთერს და შენ
ძალიან უნდა მოინდომო გაარჩიო ეს სპიკერი მისგან რა განსხვავდება ქვემოთ თუ არ წერწია რა პარტიას წარმოადგენს ვაფშე ფეხებზე კიდე ვაფშე ვერ წხვდები რითი განსხვავდება ყველანაირად ერთი თორ ლაპარაკობ ერთ და იგივეს და ფორმის დონეზე ვერ გაერთიანდებით მაგრამ სულ გელაპარაკება გაერთიანებას ეს გაერთიანება ვერ მოხდება იმიტომ რომ აქ პირადი წყენები კი არის იმხელა პირადი აგრესიები რაღაცის დროს ვიღაცას ფული აქვს დახეული ვიღაცისთვის შეხედული ან ეხლაც კი ამ ყველაფრის მერე რაც ხდებოდა ვიციო ვიღაცას დახურულ შეხვედრებზე დედა აქვს ერთმანეთის ნაგინები მე რო ეხლა ჩვენ რო აქ ვიჩხუბოთ ის ერთმანეთის დედა ვაგინოთ რა აი რაღაც მომენტი მორჩა ჩვენ შორის აი რაღაც მომენტი ბიზნესზე დღეს მე ვერ ამიტან რა გავიგე ეს ბიზნეს სამშობლო რაღაც იდეირებულებს დონეზე მასთან მეტი მიღებია ჩემთან გეკითხე მაგრამ აი განცდის დონეზე მე რო დამინახავ აი ჩემი ის უფრო მე უფრო ხშირა გეზიზღებოდა მოკლედ რაღაც მომენტში ვიდრე ვიღაცა რენდომ კოდს და აქ პოლიტიკურ ელიტაში არის ეგ დამყარებული მეებს ხალხის ერთად ვიქნებიან ისე კლესურად იქნებოდნენ ისე აფერისტულად და ეგ ერთად ყოფნისთვისაც მინუფუთხებია როგორც კი ერთად არ იქნებიან ის ვინც მისთან ერთად იყო აჭმევდა ასმევდა ფულს ურიცხავდა მის ლანძღვაში იქნება შენ და გადანაშორზე მისგან ფულს იღე და მე ამის შეხედავ ხოლმე არის ფული მე არ ამიღია მაგრამ აი როგორ მე რო შეიძლება შემომეტენოს ან კეზერობა ან მიშისტობა ან რამეგეთობა იმ ხალხი და მაგით არია გაშენებული აღმოწნებული და განვითარებული და ამხელა პირადი ზიზღია და მის მერე არ ხდება უბრალოდ ზეგიდელ დღეზე ფიქრი ახლა ფორს მაჟორში პანიკურად გინდა გამარჯობა ისტერია არის ხო პოლიტიკის თავარი პრობლემა ისტერულად გაკეთება პოლიტიკის ისტერია არის რაც ნუ ლაიქებს წერს ხოლმე ისტერია რაც ახლა ადამიანი ყოველთვის საფრთხებზე უფრო მეტად რეაგირებს ვიდრე შესაძლებლობებზე. რამიტომაც ცხადია, მინდრეკილები ვართ ხოლმე, რომ აი რაღაც ესეთი ისტერიები დაუბადო, რომელიც არის მუდმივი ბაბლები, რაც იბერება, ხდება, უბრალოდ ეხლა იმ დონემდე ავედი და ისეთი თემების გატρუხება დავიწყეთ, რომლის მერე ადამიანს შიში გიფროს, რომ დედანატილებ უკვე იმ განცდაზე ვარ, რომ სანამ თქვენამდე გზაში რომ ვიღაცამ ჩამასვას, რავი, ცემოს, გამხადოს, აი ღირსება და დედამიტიროს, ასე რომ იქნებ აღარავის გრძნობა აღარ ქონდეს შერჩენილი, იმიტომ რომ ესეთი თემებით გვაქვს ნასპეკულირები დიდი ხანი არის და ნარატიულად ზოგადად მე რატო ვარ შენთვის შესაძლებლობა და არა შარი ოპოზიციამ ეს დავკარგეთ. ოპოზიცია არ ასხივებს ძალას, განსხვავებით 2003 წლისა, როცა მაშინდელი ოპოზიციური ელიტა ძალაუფლებასთან ახლოს ჩავლილი იყო, მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო ყოფილი, საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ჯანაძე მოკვეთპანებით თავმჯდომარე იყო. ძალაუფლებას ასხილოდნენ თავისთავად და რა გაჭირვებას, უდატყოფნას და თავისთავად შუშანიკობით გამოხატულ იდეას. ჩემი აზრით ოპოზიცია გადაიქცა სუბიექტად, რომელიც ყოველთვის ცდილობს მისი საცდაობით, რაც უდეში არის, როგორ გადმოქცეს იდეა, რაც დღეს სხვა შეიძლება ჭრის, მაგრამ იმის მერე ადამიანს უნდა მარტივად შეში ხედავდეს რაღაცას და შესაძლებლობა საცდაობას არ უნდა ასხივებდე რა. ხო, ეგ არის. არ უნდა აი ეგ არის აი მაბათით ჩემი სასკოლო გამოცდილება უნდა გამოვიყენო ანუ მართლა ბულინგის მსხვერპლი არ იწვევს იმდენად შეცოდებას და არასოდეს იწვევს პატივისცემას თუ კი არ ცდილობს თავის დაცვას პირველ რიგში რა ხო ეხლა 4 სკოლა მაქვს გამოცვილი პირველი რაც მიწევდა არავითარი წიგნებით ვერაფერს ვერ ამტკიცე ხა მე რო ვამბობ ყოველთვის დამტკიცება მიწევდა რავი მუშტებით ხო ფანტასტიკურ რაღაცას ვამბობ, მე რო ამას ვამბობ, ხო სიტყვაზე, მაგრამ არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა, მე რა წიგნი მქონდა წაკითხული. და ანუ ჩვენ რო ვასხივებთ ამ იმას, რომ აიმე ის მასა, რომელსაც გამოფხიზლება უნდა და რომელსაც დაინახა რომ მხარესაა სინათლე, რომ მხარესაა სიმდელე, ის მასა გამოფხიზლებულია. ეხლა შენ რაც შეგიძლია ასხივო და გააკეთო, რომ ჩამოყალიბდე ძალად და ასხივო ძალად. რა და კიდე ერთი რაღაცა რაც თორემ თქვა და დაამნიშნულია თანმიმდევრულობაა ძალიან მნიშვნელოვანი რა და იცი ძალიან მარტივია თანმიმდევრულობა აი მე გეტყვი როგორ შეიძლება იყოს ძალიან თანმიმდევრულობა პირველი ტყუილები არ უნდა იძახოთ ჩემო ძმაო და მართალი კაცი ყოველთვის თანმიმდევრულია მე შეიძლება ვწდებოდე მაგრამ თანმიმდევრული იცი რატო ვარ ერთ და იგივე რამეს ვიძახი რა მე თუ იმის მჯერა მე მაგალითად გულწრფელი კოდსი მირჩევნია არა თანმიმდევრულ კოდს და ზოგადად არა თანმიმდევრულ ადამიანს ადამიანი შეიძლება ცდება მაგრამ გულწრფელად ჯერა მაგალითად შუა საუკუნეებში ცდებოდნენ შუა საუკუნეებში უმრავლესობა ცდებოდა ეგ უნდა დედამიწა ბრტყელი მაგრამ სწორად ანუ თანმიმდევრულები იყვნენ თავიანთ შეცდომაში. ანუ ერთი ლაპარაკო სიმართლე რისიც გჯერა და მეორე თუ კი შენ არგუმენტებით დაგარწმუნებენ რომ მაინც მართალი არ იყავი თქვა რომ ბოდიში
მე მეშლებოდა, ამიტომ შემეშალა და მორჩა, იმიტომ რომ არ კაციშვილი შენ ვერ გეტყვის, რომ ადამიანს როგორ შეგეშალა. ყველა ადამიანი რაღაცა ჩწდება, მაგრამ როცა ბიჭო ხედავ, რომ დღეს ერთ სამტკიცებ, ხვალ მეორე სამტკიცებ, შარლ მიშელის იმას რო გადავწყვეტ, ეხლა ჯერ რო იძახენ, რომ აიქ არ შევალ, აქ არ შევალ, შანსი არა, რაღაცა დაიფიცებ ცოცხალს, მკვდარს და მე მაშინ თუ კი შედიხარ წესიერად მაინც ამიხსენი, რატო შედიხარ რა? იმიტომ რომ მე რაღაც სისულელეს რომ მეუბნები რომ აი მე და რაღაცა ანუ უნდა ვახსენო მაინც ეს სიტყვები ჩაწიკწიკებული საარჩევნო კოდექსში. ნუ ახლა არა, ნუ ახლა ალეკო ილსაშვილის სიტყვები, ალეკო დღეს ციხეშია, უბრალოდ ვახსენებ, იმიტომ რომ ყველაზე ქრესტომათიულად გადმოსცემს. არავის არ ჯეროდა, რომ ქართული ოცნებისგან შესაძლებელი იყო რაღაცის რამე ჩაწიკწიკებულის მიღება ქართული ოცნებისგან არ არის შესაძლებელი. მად იცი კიდე რა აფერისტობა არის. მად ჩაწიკწიკებულის ყოლა რო ხვდები სამდროში არჩევნების ჩვენ რაც ვიცით რა რაც ხდებოდა. ჩვენ რა გონია რომ ბოდიში რა მაგას მირჩევნა ეთქვა რომ აი ძმებო ეგეთი ვარიანტია და უნდა მივიღოთ და კაცლებით უფრო მივიღებთ. აი ამ არჩევნების გაყალბებაში გქო კიდე აი არავინ რო სანდოში ყველაზე მკაფიოდ გვაქვს რაზეც აი ეგ პროცედუალურად მართლა დარწმუნებულა მე რო ჩვენ რო ფურცელი მოქვს აბა დავწეროთ როგორი ტიპის ცესკო გინდა როგორი ტიპის კანონები გინდა როც მივიღოთ იმას მაინც ვნახავთ რასაც არჩევნების დღეს ვნახულობთ ხოლმე და ეგ ვაფშე სხვა პრობლემები რაც არის მანდ ადამიანებშია პრობლემა იმ თვლელში და აპარატში და აი მანდ ხალხს მანდაც რომ მოვატყოთ ეგეც თავი პრობლემა იცოდაც ეს იზღება ამ ხალხს ტექნოლოგია 5G და რაღაცი შიშებია და კიდე მეუნებით რომ იმ ხელოვნურ აპარატმა რომ დათვალა იმან დაუშვა შეცდომა არა მანდ ადამიანი შევა მათ თავარ პრობლემას ადამიანი უმეტეს იქამდე ხმები მიაქვს როგორ ხდება მისი ხმების მობილიზაცია როგორ ხდება ეგ ყველაფერი და მაგაზე კათარზისი არავინ არ გაიარა და არავინ არ ისაუბრა რეალურად რა არის მათ არჩევნების გაყალბება არც ყოფილი ხელისუფლების ნაწილი არ ისაუბრო როგორ შეიძლება სალომე ზურაბაშვილის კათარზისი არ გაიარა სალომე ზურაბაშვილი თელ არჩევნებს აი ხელის გულზე დაგილაგებდა და გაგაგებინებდა რაც ქვია გაყალბების არჩევნები მისი 2018 წლის მეორე ტური რომ მოეყოლა რა არის როგორ ხდება როცა ორ კვირაში შეიძლება 500,000 ლამის მეტი ხმა მოიტანო როგორ შეიძლება იმდენი ხმა რომ მიიღო რაც ეხლა მიიღეს ქართულში როგორ მოაბილიზირეს ეგ რო კათარზისით ერთხელ მოეყოლა ხო დავიჯერებდი ხო გახარიას ერთხელ მაინც რომ მოეყოლა რომ მისი კიდე გამართულია ბოლომდე წესში გამართული ეგ სისტემა რა როგორც მოხდა და ზუსტად იცის აი ეს კათარზისი მინდოდა და ამ დროს მე რო ხედავ რომ სალომე ზურაბიშვილიც და გვერდზე ნაციონალური მოძრაობა რომელიც როცა სალომე ზურაბიშვილი აირჩიეს ავტობუსებით მიდიოდნენ რომ მის ინაუგურაცია ჩაეშალა და ავტობუსი და დაიჭირეს ის ხალხი დღეს მე უნდა რომ ეს არის ლეგიტიმური პრეზიდენტი რამისა არ არსებობს რავი არაფრის პრეზიდენტი არ არის ხო შეიძლება რომ არ ყავს პრეზიდენტი თქვათ მაგრამ არა ეს არის პრეზიდენტი და ერთად ხედავ არჩევნებზე რა ხდება სინამდვილეში არავინ არ იყო არა ყველა მიცის რომ მიდიხარ საბჭოთა პოლიკლინიკას სულს როგზომ ხომ ეგ რა ბანსავანტყოფაში ეგ აი რომ მიდიხარ რო ხდები იქ რაც ხდება აი 5 საათის მერე რომ მოდიან ჩამოწერილი ხალხი აი ეგ რომ ვიცით და არ ვაპარაკოთ რომ ვიცით რომ ჩვენს ქონიათ მაგრამ ვერ ქენით ჩაგვეშალა ამ არჩევნებზე ყველაზე მთავარი რა არის ესეთი გულწრფელობაც არის დაგვროს დაგვიჭირეს გაგვასამართლეს ზოგი იტალიაში წავიდა კომისიაობს მორჩა აი ყურეცოდნე გულწრფელობა ყველაზე მთავარი არის და თანმიმდევრულობა უნდა იმყარებოდეს ორ რამეს ხო სიმართლეს ყოველთვის ლაპარაკობდე იმას რის გჯერა და მეორე თუ კი აღმოაჩენ რომ შენი სიმართლე ცდარია რაღაც ლოგიკურ ჯაჭვში შეუსაბამო ფაქტები რაღაც არ შეესაბამება უნდა თქვა რომ მე ძმაო შემეშალა რა არ ტეხავს ეგ არ ტეხავს უფრო დაგიფასდება უფრო დაგიფასდება უყურე გულწრფელობის ნაწილი რა ამას უნდა გულწრფელობა აი ამას გულწრფელობის გარეშე ეგ შეუძლებელია რა გაიგე და ეთერამდე რასაც გესაუბრებიან კამერასთან არ უნდა გაუტყე და ამას რა უნდა იცი ერთი არის პოლიტიკოსი საერთოდ აი ფილმში რა მე მსახიობი ვარ შეიძლება დათათუთაშიას მონაწილეობდი და იქ დათათუთაშია ვარ და იმის მე რაღაცა არქეტიპი ვარ რა ჩემთვის ეგეც იყო რაღაც ეგრე რომ პოლიტიკოსი არის ერთი ესეთი არქეტიპი რომლის მე შეიძლება მე და ამან ერთმანეთს ვაგინო დღეს მე წავიდე ერთად ვიმწვადაოდ ჭამონ მე მისი ბავშვის ნათლია ვიყო ჩემი მეჯვარე ესე ცხოვრება გამჭირდება რა იცი ქართულ ოცნებასაც და ოპოზიციასაც ეპარება მხედველობის არიდან ერთი რამე რომ ანუ ინტერნეტს ყველაფერი ახსოვს გასულია ეს გაზეთების დრო და ასე შემდეგ რა ანუ ბევრი წვალების გარეშე შემიძლია ამოვიღო რომ ახ ბიჭო ეს ამას ამბობდა ერთი თვის წინ ან ერთი წლის წინ ან 10 წლის წინ დღეს რატო აკეთებს ანუ ჩვენ ახლა მე ქართულ ოცნებას არის ვედავებ მაგალითად რომ გამოვარდებიან ხოლმე და ნაცები მე რა ვეთყვი რომ გივი მიქანაძე მკვეთრად გოჩა ენუქიძე გეკა გელაძე ანზორ ბოლქვაძე პაპუაშვილი რასაკეთებდა NGO-ებს რო ებრძვის GIZ-ში იყო 20 წელი გერმანელებთან გერმანულ ფულს ჭამდა კარგად იყო ძმა ხო და ბოჭორიშვილიც ამა კი და ამათ არათამდეულობას თუ ხედავ ბიჭო შენსაც დავინახავ გაიგე რა ვერ დავინახავ ხედავთ რომელიც გეუბნება რომ რუსეთია ოცნება და ხედავთავარი იყო ამ ქვეყნის
წინა წლამდე მე მასთანაც მაგრამ ის პრეზიდენტი იყავი, რატო არ მითხარი მაგამდე. მაგრამ კიდე არის მეორე ფენომენი, მათ შორის სიმართლე, ანუ ხალხი რომელიც არის მათყვარი, მაგრამ სიმართლეს გეუნება და ზურგის ტვინით ხვდები ხოლმე რაღაც ვერ არის. ქართულ პოეზიაში ეგეთი ფენომენიც არსებობს. მაგალითად, გეუნებოდეს სიმართლე, მაგრამ არ ვიყო მართალი. მაგ ხოლმე ჩემი мотиваციები, სადაც ზურაფარჯიანზე ამოვარჩიო კონკრეტულად ის სიმართლე, ვით შეიძლება მე მას ვადგინო. რაღაც. ოღონდ მაგას ხალხი ხვდება. არა, კარგად ვერ ხედავ, რა თქვა, ხედელობის პრობლემა მაქვს, ხა? მაგას ხალხი ხვდება. ეთეში გითხრა რომ ზურა შენ ხედელობის პრობლემა მაქვს. რა თავისთავად ხო შეიძლება სიმართლეა, მაგრამ ცოტნე ეხლა ეს ანუ რატომ იღებ ამ სიმართლეს და მესრ სანდაში რატო ის აღმოაჩენ ხოლმე რომ ეთერში რაღაც ხალხს უსმენს, რომელიც რო სკრიპტი დაწერო, აი რა ილაპარაკო, ჩავიწერო, მამეთ სიმართლე ილაპარაკა, არაფერი ტყუილებ, მაგრამ უსმენ, მაგრამ აი გეჩვენება რომ აფერისტია რა. მე მგონია რომ აი ჩემს ქართველებს გონია ყველაზე კარგად გვაქვს, აი თუ რამე გადაგვარჩინე, ეს არის ზურგის ტვინი, აი რაღაც აი ყნოსვით რო გრძნობ, სწორს და არასწორს და აი აქეთ ფლაგზე ეგვჭირს ხოლმე ხშირად რომ აი რაც არ უნდა ისაუბრო, აი აღარ არის მინება, ვაფშე აღარ ის მინება და ზურგის ეს ხალხი ფიქრობს რომ აფერისტები ხართ თქვენ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორც არ უნდა ხა ჩვენ ვაპარაკოთ, შენც ვერ მოაგროვებ მოკლე დროში იმ ხელა მხარდაჭერას, ვერც შენ. რა, რო სიტუაციის გადატეხა მოახერხო რა, ყველას მაინც მოგიწევთ ლაპარაკი ზუსტად ამ ოპოზიციურ ძალებთან. რა, მე მაინც ესე აღვქვამ რა, იმიტომ შენ პირობითად რომელიღაც სხვა პარტიის ნომერი არ აქვს, მშობა 4, 5, 9, 25 და ასე შემდეგ. სხვა პარტიების მომხრებს გირჩი რა, ისა იაგოს გირჩი რა. 26. ხო, მაგას მომხრებს შენ ხა საკუთარ პლატფორმაზე ვერ გადმოიყვან, შანსი არა. შენ შეიძლება ისინი დაარწმუნო რომ მათი არჩევანი არასწორია, მაგრამ უყურე მე ამ თუ მაგათ მომხრები ვიყავთ. ნაცმოძრაობის მაგრამ უყურე როგორი თემა, რომ მე არ მგონია რომ შენ შეძლო დროის მოკლე მონაკოჩი 2028-მდე თუ შეიძლება 32-მდეც მოსახლეობის იმ ხელა ნაწილის შენს ირგვლიზება, რომ შენ ქონდეს 50+1 და ძალას წარმოადგენს. შენ ძალაუნებურად გიწევს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მოგიწევს საუბარი და რაღაც ერთ ნიშნულამდე მისვლა. და აი ცოტნას ვეთანხმები აბსოლუტურად იმაში, ამ ერთ ნიშნულამდე მისვლა არის ძალიან ძნელი ამ უნდობლობის ერთმანეთის ნეგატივის და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვერ ხედავ სხვანაირ გზას რა, ანუ შემდეგ მოუწევს ყველას ერთმანეთთან ლაპარაკი რა და ანუ მაინც თქვენ როგორ უყურებთ ამას, მოუწევთ თუ არა ლაპარაკი და ანუ აი ეს ლაპარაკი ახლა მართლა ძნელია, საიდან უნდა დაიწყოს და სად უნდა მივიდეს, ანუ როგორ უნდა მივაღწიოთ რაღაცა ერთიანობაში. მან და არის ერთ სერიოზული პრობლემა. და ცოტა ამახვილა ყურადღება. ძალიან სწორია. ოპოზიციაში დღეს ყავს ხალხი, რომელსაც ერთ ნაწილს მარტივად შეეთყობა რომ არის აფერისტი და გატყუებს ტელევიზორიდან თუ ქართული ცნება გატყუებს. იქით რო იყურება სიმართლეს ვერ ხედავს და ეგ არის დასამარცხებელი, ეგ არის ბეჭებზე გასაწვენი და თუნდაც იმით რომ ჩვენი წილის სიმართლე ვილაპარაკოთ და ლაიქს არ წერს, მე არ ვთვლი ეგრე, მარტო აფერისტობა და ტყუილი და შოუ რა. შინაარსზე თუ ლაპარაკობ გულწრფელი თუ ხარ, არ არის თან ლაიქებზე აქ რა. ეგ მაგას მოაქვს შედეგი რომ ადამიანი შენ დაგიჯერებს და ნდობა ადამიანს რომ მოიპოვო, არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ეგ ვერ გაიაზრეს მაგათმა ოღონდ რა. გონიათ რომ ისა შოუა და მსახიობები არ არიან პოლიტიკაში, არიან პოლიტიკოსები. ეგ ერთ ნაწილი და ნაწილი არის ოპოზიციის, ვინც ცუდ საქმეში, მათ შორის ბიზნეს თანამზრახველი იყო ჩვეულებრივად. მეხუთე პრეზიდენტი გახარია. თანამზრახველები იყვნენ და ამ თანამზრახველებიდან გამომდინარე, ბევრად ვერ ლაპარაკობენ. შენ ხო თავად თქვი რომ ბავშვად 23-ში და 24-ში ვინც ხმა მისცა მაგასაც ანუ შენ უყურე ეგ რეალობა ეგ ფენებადა დაყოფილი გაიგე ხო მაგრამ ფენებადა მაინც ყველაფერი დაყოფილი შენ დღეს ხო ღარიბაშვილი შენ გამოვიდეს ასუშვები არა მე უბრალოდ მეწოდინება ლეგიტიმურ პრემიერ და პრეზიდენტ არ გამოვაცხადე ეს საუბარი ჩვენ მიგვიყვანს იცი სადამდე რომ მაინც მით უმეტეს არ გამოვა არასოდეს ესე რომ გავყვეთ არა ხო და მე არ უყურებ ეგრე რა ნუ ჩემი აზრით ზოგადად რა უნდა გამოვიდეს არის ის რომ რაღაცა ნაწილმა მართლა ამ ხალხის ვინც ხვდება რომ რაღაცნაირად ამოწურა თავი და გვინახავს ცოტა ნაწილი მაგრამ გვინახავს ქართულ პოლიტიკაში ხალხი ვინც რაღაც მომენტში თავი ამოწურა და საერთოდ აღარც ვიცით სად არის და როგორ არის და რა შვება რა იმიტომ წავიდა ის ხალხი ჭკვიანი გამოდგა ზოგმა თავის საქმე დაიწყო ზოგმა რაღაცა ამათ ეშინო ძალაუფლებას ფულს დაკარგავენ ამ პოლიტიკინად წავენ იმიტომ ბევრმა სხვა რაღაც კეთებაც არ იცის რა ეგეც ძალიან სერიოზული პრობლემაა ზოგს ისა ზოგს ერთ პრობლემა აქვს მეორე პრობლემა აქვს და უნდა მიხვდნენ რომ უნდა თავის პარტიებშიც და მე მაგაში ხედავ გამოსავალს რა ბევრმა პოლიტიკოსმა უნდა შეუულიათ რაღაც მომენტში თქვენ რომ იცი რა მე ამოვწურე ძმაო საკუთარი თავი და
სოფლიოში ხო არის კაცოები დამკვიდრებული რა რომ და პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა პრეზიდენტი აღარ არის სარკოზი და აღარ ერევა იმ რესპუბლიკური პარტიის საქმიანობაში მაკრონის პრეზიდენტი რო აღარ იქნება ალბათ არ იქნება თავის პარტიის რენესანსი ქვია მეგონი მაგის პარტიას იმაში ანუ საფრანგეთის კონგრესი არა მაგრამ ეს არის ერთი როცა თავად ეს არის როცა თავად ამბობ უარს მაგრამ მე სხვა რამას გეკითხები ანუ ერთმანეთთან თანამშრომლობის მივა არა მივდივარ მანდ რა ხო და ეგ შექმნის რომ ეს ხალხი თუ იტყვის რომ მე ნახე არ გამომივიდა რაღაცეები და არ იტყვის აქამდე არ უთქვას მაგრამ არ იტყვის ხო და იმიტომ რომ ელემენტარული ის ფაქტი მაინც რო დაინახოთ რომ ვინც ახლა პოლიტიკურ კლასად არის ამ ძველ პოლიტიკურ კლასადაც წვეძახით რა მიჩნეული იქ შიდა სერიოზული ზიზღი ერთმანეთს და უკვე იმდენად ახლართული არ თანმიმდევრული ამბავი არის რომ ეს გადააზრება მოხდეს ან პარტიებში შინი ჯგუფებმა დაიწყონ ის რომ აი განახლება გვინდა ეს გვინდა. ოღონდ ეს არ მოხდეს ისე ნაცმოძრაობაშიც ხდებოდა რა რომ ეს ოლიგარქიული იმების დაპირისპირება რა რომ ეხა ის თავმჯდომარეს ნაცმოძრაობაში ყავს ხალხი რომელიც 90-იანი წლებიდან პოლიტიკაშია და არც ასულა ის ადამიანი არ წავა ის. ხო და ესეთი რაღაცა არის რა. სანამ ეს ასე არის ძალიან რთული იქნება რაღაცები. მაგრამ და ისიც რა მხარდამჭერის დამორჩილზე მე არ მიმაჩნია რომ 5 ნომრის და 36 ნომრის ამ გირჩის ნაცმოძრაობის მეტს ქართულ პოლიტიკაში ყავს ორთოდოქსი ხარი მე რა მგონია რა 2024 არჩევნების მერე კობახის განცხადებამდე რატო არ გამოვიდა ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში იმიტომ რომ საკუთარი თავი ვერ დააიდენტიფიცირა ამ ხალხმა იმ პარტიებთან რომელსაც ხმა მისცეს ვიღაცა შეიძლება 4 გააფერა და იმიტომ რომ უბრალოდ ბიძინა აღარ უნდოდა ანუ ეს არ იყო for არჩევნები ანუ ვიღაცაზე ეს იყო against ანუ ინგლისური სიტყვები გამოვიყენებოდი ანუ ვიღაც წინააღმდეგ გაძლევდნენ ხმას რა ლელო გახარია და 4 ნომერი და შეიძლება 5 ნომერი არ იყო არჩევანი რა რეალური უბრალოდ იყო აი ეხა მიუცეთ და მე 1 წელიწადში კიდე არჩევნები იქნება და ვიღაცას ავირჩეთ და ამ ახლის მოლოდინია რეალურად რა და არ არის ანუ მე არ უყურებ ეგრე რომ ძალიან რთულია კი ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ უბრალოდ ეგ მუშაობა უნდა იყოს დაცლილი ყველანაირი მსახიობობისგან უნდა იყოს აგებული რეალურ რაღაცა ანგარიშვალდებულებაზე რეალურად სიარულზე სადღაც არა მარტო ეთერში თომაზე და ეთერში ერთი ნიღბის მორგებაზე და მე ეთერიდან გადახარ მეორე ნიღბის მორგებაზე ან ეგ არის რა რომ ეს თანამშრომლობს ერთმანეთთან მე მგონია რომ ახალ პოლიტიკურ ძალებს ვინც უნდა ვიშრომოთ არა მარტო ახალ პოლიტიკურ ძალებს ძველ პოლიტიკურ ძალებს ვინც არიან იმ ახალ ხალხს აქვს იმის რესურსი რომ შეგვიძლია დაუждეთ რაღაცას დაულაპარაკოთ რომ ყოფილა ახალგაზრდულ ნაწილში მქონია მაგის გამოცდილება თუმცა პროტესტის დროს იმის დროს რაღაცაზე ახალგაზრდები თუნდაც პარტიების თუნდაც იმით რომ თანხმდებიან უფრო კარგად მისდევენ შეტყობებს დიდები რომ თანხმდებიან და მე მგონია დრო რომ მიდის ეგ კიდე კარგად მოხდება ამის გადააზრება რა და კი რა თქმა უნდა შენ ვერ უგულებელყოფ შეიძლება 4 ნომერს 9 ნომერს 25 წელს ვიღაცა ყავდეს ესეთი ერთგულიანი მშობელი ვისაც ჯერა მართლა მაგის რა მე არ მგონია დიდი პროცენტია მაგრამ შენ უნდა ამომრჩევლიდან აქციო ადამიანი ხარდამჭერი შენ მაგაზე უნდა იმუშაო და ეს თანამშრომლობაც არ უნდა ერთი დღე ერთი არ უნდა იძახო მეორე დღე მეორე არ უნდა ამ პრინციპზე უნდა იყოს გავიგე ცოტნაზე მინდა ახლა გადავიდე გავიგე ცოტნა შენ რას ვფიქრობ ნუ ჩემი აზრით ხადია მოგვიწევს საუბარი და თანამშრომლობა ვინც არიან ამ საქმეში საერთოდ ყველგან და სულის მონოდირაციული მანანასავით კიდე რაღაცა გაჩნდება ეგეც არ არის მარტივი ამბავი და ბევრი ახლა თქვა აი აქტივისტებისგან გავჩნდება ვიღაც რაღაც არ არის რა მარტივი ვიღაცა შემოვიდეს იმ საქმეში სადაც შეიძლება ვიცი რაღაცები აკეთოს შენ კურთხელა და გედის გინების მე აფერ არ მოდიოდეს და რაღაც ბევრი რამე დათმო მაგისთვის არ მგონია რომ ვიღაცები ისეთ ციდან გაჩნდება და მოგიწევთ მათთან საუბარი უბრალოდ როცა შენ მათთან საუბრობ მარტივად ხდები მათი სტაფი თუ რაღაცნაირად ფინანსურად ხარ მათგან ჩახსნილი არ ხარ და ნარატიულად ჩახსნილი არ ხარ მე იწყება შენს გათვალისწინებაც მე მათთან ცხადია ვითანაშროლებ უნდა მინდა იქამდე რაღაცა ის სუბიექტს წარმოვადგენდე, რომლის გათვალისწინებაც მოგვიწევს და ჩემი როლი მათ მექნება. იმიტომ რომ იმის იქით შენ ხარ აქტიური როგორც უბრალოდ სტაფი, რა კაი ბიჭი ხარ, რა კაი ის არის. მაგრამ პოლიტიკა მუშაობს ეგრე, არავინ არ გითმობს. ეგეთ რამე არ არსებობს, შენ ვიღაცას თუ შეხვალ კონკურენციაში და რაღაცნაირად შენი გათვალისწინება იძულებით ამით მოუწევთ. ამიტომ არ ვიცი ხან ფორმიდან ეხა რა გადარჩება. ჯერ არის ჩემი აზრით გადარჩენის პოლიტიკა. რავი ხა მინიმუმ ეს კამერა რომ იღებს სადღაც დადდები და გამაშუქებთ ამის რესურსს იქნება თუ არ იქნება. კაცმა არის. ეხლა ამ მოტივზე გვიდგას გადარჩენის პოლიტიკა არის ჩემი აზრით ეხა ყველაზე რაციონალური, ვინ რა ფორმით როგორ გადარჩება. მე ეს გადარჩენილები ერთადერთად რა ტიპის ურთიერთობებს ჩამოაყალიბებთ. მე რო ეხლა ვიყო და მე რო ჩემი საჭადრაკო დაფა იყო. მაგალითად აღვადგედი ნახა ნაციონალური მოძრაობის ელიტას და ერთ სახელს ქვეშ, რაღაც ქოლგის ქვეშ, ვინც არიან დამაყენებული, უბრალოდ გაგებადი მაინც იქნება, ვიდრე ის რომ ყველა დღე რაღაც ერთობაზე მელაპარაკებოდი და სენდულში არავინ არ ლაპარაკობდეს, არ შვებოდეს, არ ხდებოდეს, უბრალოდ ეთერებში ეს ლაპარაკებოდეს, ამის მაგივრად მართლა რამე გაკეთდეს, იმის მიღმა ვინ რა კონფიგურაციას დადებს, თავისი გააკეთოს. უბრალოდ ეხლა არის ჯერ პირველ რიგში გადარჩენის პოლიტიკა. ვინც ამ გადარჩენაში მოახერხებს, რომ დამოუკიდებლად გადარჩეს, ან რაღაცა დამოუკიდებელი რესურსი მოაბილიზიროს, ან დამოუკიდებელი ტიპის ხარდაჭერა ქონდეს და მე ამ სუბიექტებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ და იკონკურენციონ მაგის ჯერა რომ კი მოგიწევთ ეგეთი ამბავი მაგრამ იმის იქით ეხლა უბრალოდ მაინც
იღაცას ვისაც ფული ექნება იმის ქვეშ და იღაცა იმიტომ რომ 3 წლიანი ჩემი აზრით უარჩევნებობა რაც არის ეს იდეა ძალიან ხელს უშლის პოლიტიკურ სპექტრს, იმიტომ რომ როცა პოლიტიკური სუბიექტი ხარ, შენ ადამიანს იქ შენთან აჩერებ, ან სამომავლო ძალაუფლების ჩაგდების პერსპექტივით, რომ არსებობს ეს ძალაუფლება, ან რაღაც მინიმუმი მაინც შეიძლება ხელისუფალი არ იყოს, მაგრამ რაღაცა ტიპის რაღაცის შეცვლა შეგეძლოს უკეთესად. ხო, რაღაცა შეგეძლოს, რა, აქტივისტი კი არ ხარ, შენს ნათქვამს რაღაც კიდე ხედება შეიძლება სადვე მოყვეს. ან ეგ გაქვს, ან უბრალოდ ფულით იმაშვები. ეხლა ვისაც კი ფული აქვს და ვისაც კი ფულს ვიხდი და ყველა გაიცალა, დისტანცირდა, იმიტომ რომ ყველას განცდა აქვს მაქსიმუმ 3 წელი არჩევნები არ იქნება. ამიტომ ეს იქნება რაღაცა და ბატონებს რომ უიხდი და მე უფრო დიდი იმით ხარ გამოსული, ანუ იცი რომ აღარ შეგეყრებ და გაუძლებ, ანუ გამოიმუშავებ ამას. აი მაგის გამომუშვა მიდის, ვინ გადაიტანს ამ ბატონებს და ვინ გამოიმუშავებს ან რაღაც, რაც გიცავს რა, ორგანიზმს გადააქცევს უფრო ძლიერად. ამის მერე ეს სუბიექტები როგორი თანამშრომლობენ უნდა გადაწყვიტონ. უბრალოდ არსებულ პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა გადაწყვიტოს ახლა რა ხდება და ამაში ხალხს შეუწყოს ახლა თუ ციხიდან გამოვიდა და არ შეაბრუნეს ციხეში ეს ხალხი რა ტიპის კონფიგურაციაზე ჩდება და დანარჩენი ვისაც თავი მოგვაქვს ან გვინდა რომ რაღაც ახალი იყოს რაღაც ის უნდა ეცადოს ჯერ დამოუკიდებლად ფეხზე თუ წამოდგება თუ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და მე მათ მოუწევს ჩვენთან საუბარი როგორც რაღაცნაირად მეტაკლებად თანასწორად იმის იქით უბრალოდ მის სტაფთან იქცევი და აზრი არ აქვს. ჯამში რთული პერიოდია და ცხადია რთული სიტუაცია არის. პირველ რიგში უნდა მოვიფიქროთ, აქეთან ფლანგზე ყველამ უსაფრთხოების რა კონცეფცია გვაქვს და არ შეიძლება უბრალოდ დავრჩეთ წინარე დეკადების წარმოდგენაში და მე თვითონ ნახომ ეგ დანაკლეს აი ზოგჯერ რაღაც უქონე ხო რა აი სერგი კაპალაძის ნახვა მომდომები რა იქენ მითხრას მაგალითად რას ფიქრობს კაცი რომელიც არის ურთიერთობებს მუშაობს აი ხლა ამ სიტუაციაში არა ისე ტელევიზორში რაც იყოლება აი ჩვენს ფლანგზე მითხარი აი გამაგებინათ რა ფორმულაზე ვიფიქრო გავაუმჯობესო აი რა მაგრამ თურქეთზე მეტი ის გამოხატვა ფიქრის რომ აი თურქეთი რომელიც აზერბაიჯანის ხო უსაფრთხოების გარანტია არის ამ წამს ესე თუ უბრალოდ ნატო ვიძახო და ამ დროს ნატოში ვხედავდე რომ აი ამერიკის შეერთებული შტატებს ხედავდე როგორ უყურებს თვითონ ნატოს და როგორ უყურებს აქეთ ევროპას. აი რა ხდება? აი ეს ჯერ უსაფრთხოების ნაწილი გვაქვს ნარატიულად გასამართი და მოსაფიქრებელი. რაც დილით რო გამაგვიდეს მე თვითონ ცოტნეს მეტყვის თავს უსაფრთხოდ როგორ ვიქცნობ ხვალზე ჩემი და ჩემი მშობლები და გულწრფელად სხვასაც ამას მეტყვი ეს ხედვა მაქვს. ეს ხედვა არის გასამართი მოსარგებლი იმ რეალობასთან რაც არსებობს და მაგის მიღმა რაღაცა უნდა გადავრჩეთ. ხო, და აი ეს ვიტყვი რა. აი ეს ბოლოს ვიტყვი, ანუ ქართულ თემაზე ვსაუბრობთ, რომელიც ეხლა ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს რამდენიმე დღის წინ. პოლიტიკურ ძალაზე ვსაუბრობთ, რომლის ყველაზე პოპულარული ტიპი ხო არის კახკალაძე. ეს ხო მე მგონი ეგრე არის რა. ეგ მაგისტრი მეპარო, მაგრამ ესე კახკალაძე, რომელიც აი ხო ისეთი მაგალითია, თქოს რა არაფერი და მილიონი სხვა პრობლემა, მაგრამ ეს ძალიან კარგად გამოხატავს სად ვარ ჩვენ და სად არის ისინი. ყველაზე თითქოს პოპულარული და რეიტინგული კახკალაძე ოდესღაც მაინც დაკავებულია იმით, რომ Instagram-ზე იმატებს ლაიქებს და ეს ფაქტობრივად უკვე დადასტურებული უკვე ვიდეოზე რო უწერია 21000 ნახვა 24000 ლაიქი აქვს. როცა დაუსკროლავ 3000 ლაიქი თუ აქვს, ალდის უწევ 25000 წერა, 20000 წერა. როცა პოლიტიკური ძალა მართველი როგორ ყიდულობს ხო პირდაპირ აშკარა ალოგიკური გამოდის რა შენ თქვი 3000 ნახო და 4000 რა თქმა უნდა 100000 ლარს სავარაუდოდ იხდის წელიწადში რომელიც შეიძლება კარგ საქმეს მოახმაროს ჩვენ მოგცეს დაულაიქებ იყოს ნუ მოგცეს ხო რა როგორ რაღაცა რა მოკლედ როცა ეგეთ ხალხზე ვსაუბრობთ, ეგეთ მართლა არ არიან რა ის კარგ მდგომარეობაში. არ ეთყობათ რომ კარგ მდგომარეობაში. არ ეთყობათ რომ ძლიერები არიან. არა, მართლა არ ასხებენ და ეგ არის. პუტინი რო არის, ლუკაშენკო და პუტინია, პუტინი რო იწყებდა, მაშინ 85%-იანი მხარდაჭერა, 70%-იანი მხარდაჭერა ქონდა უკვე და ეჭირა ის სიტუაცია იმ რუსეთში და არა ვარ ჩვენ სულ გამოფხოლმა, არა ვარ არც რუსები, არც ბელორუსები, ვართ ქართველები, რომლებიც აი ზურგის ტვინი ძალიან კარგად ვაფასებთ ყველაფერს და ვაანალიზებთ ყველაფერს. ხედავთ რა არის შავი, რა არის თეთრი, რაღაც მომენტებში გვიჭირს ხოლმე, ერთმანეთს მიჭირს ხოლმე, კაცო, ანუ როგორც ამ საზოგადოების ნაწილს, რა, როგორც ყველა ადამიანს, რა, ბიოლოგიურად. მაგრამ ერთი რაღაცა, როცა ესე მძიმე მდგომარეობაში არის პოლიტიკურ ძალა, ლაიქების დამატებაზე გასული მის თბილისის მერი და ამ ყველა ყოფილი ფეგურტები, ამ ყველა კაპიტალია სოციალური და ჩვენ აქეთ ხარ, ზავიც ისე ჩვენ მაგალითს მოვიყვან რა, არ გვჭირდება ესე მიგვაქვს საზოგადოებრივი სათქმელი, უბრალოდ იმით რომ გულწრფელობა. ეგ მაგალითად დაგვაფიქროს რა, რომ რთულად აქვს იმათ საქმე, მაგრამ აქეთ ხარ, უნდა დაანახო შენ ამდენიმე რაღაც, შენი პრინციპულობა, შენი გულწრფელობა, ის რომ შინაარსი, რა, რომ საქმის კეთება შეგიძლია, ის რომ ლაპარაკი შეგიძლია, ეთერში ჯდომის ლაპარაკი შეგიძლია და არ გაგვიმივად რაღაც ვიღავი აფარები. აი რა გამოსავალ. ეხლა მე უნდა გითხარი დასრულსკენ დასრულს მივდივარ და ესეთ რაც შენ თქვი რა მე საერთოდ არ აღვიქვამდი
ჩემს თავს, ჩემს ყოფნას სოციქსელებში რამენაირად სერიოზულად. აი, ოდნავაც კი რა. არც ახლა აღვიქვა პრინციპში, მაგრამ ბიჭო, კობახიძე, თავს ხო პრემიერ-მინისტრს უწოდებ ქვეყნის, ხო? ხო ხარ პაპუაშვილი, თავს ხო პარლამენტის თავმჯდომარეს უწოდებ და მისი მოადგილე, წილოსანი. ბიჭო, 2 დღის განმავლობაში კობახიძემ 2 გადაცემა დამითო მე. რა? თან ერთია რომ ესენიოს ნატოკები არიან, თან ბიჭო უნდა სამარცხნოდ გამოიყვანო, აი მოაზროვნეები არიან, რაღაც ვაიმე დავაშავე დიდი ბოდიში, ალბათ თავდადოთ, მაგრამ მოღამე რა იყო? ბიჭო, ტყუილმართალი ხო შეიძლება რომ აგერიოს რაღაცა. ჩემზე რა თქვეს? აი შენ მომშე კარგი. ესო არისო პარტია ახალ, მაიცა. ესო ჩემზე ამბობენ, ეს ხო აი ყველაზე ადვილად გადამოწმებადი რაღაცა, რაც აი ტყუილი, მაგრამ ესეთი ადვილად გადამოწმებადი ხო არ უნდა იკადრო. ესო პარტია ახალის ათეულში შედიოდაო სიაში. ანუ შენთან ვიყავი თურმე ათეულში. როცა არავითარ სიაში კი არა, პარტიაში არ ყოფილა, არც ერთ პარტიაში არ უნდა ყოფი და ბიჭო, ტიპებმას აი ეს ტყუილებს აგორებული რაღაც კამპანია გურეს, აი 2 დღე რაღაც მახსენდა თან ეგ ტყუილი ხო შეიძლება თქვა რომ დღე დეპუტატი მოძრაობდა. რაღაცა ხო შეიძლება თქვა თურმე ახლებში ვიყავი სიის ათეულში რა. ხო და ანუ ეგ ტიპები აი მართლა უტიფარ ტყუილებზე დგანან და ამათ უტიფარ ტყუილებს უსმენ და სოციქსელებში მე ვაკვირდები უბრალოდ მაგასაც ვაკვირდები ძალიან აქტიურები არიან ძალიან ბევრს ხარჯავენ და ამის და მიუხედავად რა ტროლბოტები რო გამოვაკლო ბიჭო ძალიან უჭირთ და ძალიან მნიშვნელოვანია სოციქსელებიც მე მაგალითად არ ვემხრობი იმას რომ ხშირად ჩვენგან ოპოზიციურად განწყობილი ხალხი და ხო რეგიონებში უნდა ჩავიდე ხალხს უნდა ველაპარაკო ბიჭო ჯერ ვინდა გიშალა ამ რეგიონში ჩასულა და ხალხთან ლაპარაკი მაგრამ მეორე შეიცვალა ინფორმაციის მიწოდების და მიღების გზა თუ კი ადრე სიტყვაზე გაზეთი არსებობდა გაზეთებამდე აი ესე არცაფერი არსებობდა ერთმანეთს ელაპარაკებოდა ხალხი ან მეფის დანაბარებს გადასცემდა მაგრამ დღეს თუ ადამიანი TikTok-ით იღებს ინფორმაციას და Facebook-ით და Instagram-ით შენს უნდა ადაპტირდა და ასე უნდა მიაწოდო და ამ ხრივ იგივენაირად სააქტიურობა და მიხარია მართლა ოპოზიციური ფლანგი ამ ხრივად აქტიურობს შეიძლება ინდივიდუალური ტიპები ვიყოთ მაგრამ ეხლა სხვა რაღაცას მინდა შევხვი ანუ ქართული ოცნება რა ანუ არიან არათამდეულები აშკარად შეწუხებულები არიან ძალას ასხივებენ ვერ გეტყვი ზუსტად რა რომ ტიპები ყველაფერს ასხივებენ ძალის გარდა რომ აი ასხივებენ რას ასხივებენ იცი რომ აი ეჭვებში არიან იმასთან ვერ დაალაგეს ამასთან ვერ დაალაგეს ტრამპთან ეცადენ დაალაგებას ტრამპს აი ყველაფერზე მაპატით მაგრამ ეტენებიან რასაც ქვია რა ყველაფერზე რომ აი ტრამპ ჩვენს ჟღალით მაგვაქვს რაღაცა ჩვენ ძირძველი ნიუ-იორკელები ვართ ძმაო გერმანული ყველაფერს კადრულობენ მაგრამ არ გამოდის თამარ ტალიაშვილმა ჩვენმა ელჩმა საქართველოში მაგალითად რამდენიმე კვირის წინ დადო აიო თეთრ სახლში დაგპატიჟესო რაღაც ტურზეო ანუ აი ტურისტულ პროგრამაში რაც შედის პრაქტიკულად იგივე დადო ჩვენმა ელჩმა და აი ეს ვითომ არის დიდი ანუ იმდენად საწარკვეთილები არიან რომ აი ეგეთ რაღაცებს ასაღებენ წარმოქმნილად ანუ ხო საკმაოდ სუსტად არიან ხო ასხივებენ ამას და უბრალოდ მაინტერესებს აი რა შეიძლება იყოს ანამათი შავი გედი პირობითად თქვა რაღაც მოვლენა რომელიც არსაიდან უეცად გაჩნდება და ამათ დაღუპავს მოდი ესე ვთქვათ და რა შეიძლება იყოს ამათი რაღაც სისუსტეები რაც ამათ გადაიყოლებს თქვენი არის და ამით დავსვენ მას ვიზო. ნუ ჩემი თავად გადატეხა მოხდა და რაც მნიშვნელოვანი არის, აი პრესტიჟია ხოლმე. რა არა პრესტიჟული გახდა, კოცობად კოცობა. ეხავს და ეგ იყო მთავარი. სხვადასხვა სულ მქონდა ხოლმე გასა რომ მაგას ვაკლებთ, რომ ადრე მე ბავშვობიდან ძალიან პატარა ბავშვობიდან მახსოვს რომ აი 200-ზე რო იყო დარდუბალა და ეს აი ხელისუფლების გაშარიჟება რომ მიმდინარეობდა, მაგას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რა. ვიზე იყვება ხუბრობები, ვიზე ვკაიფობთ რა და ეხლა რაღაც ძალიან დამოუკიდებლად აი TikTok-ები და თემით ამ აქცია მოიტანო ბევრი ადამიანი ჩაერთო მაგაში და უცბად ქართული ოცნება გასაშარიჟებელი ამბავი გახდა. კოცობით ვერავინ ვერ იამაყებს, ანუ პრესტიჟი დაკარგეს როგორც ქვეყნის გარეთ. აცენდოში ხა არალეგიტიმურობა ლეგიტიმურობას კი არ გადის ქვეყნის გარეთ. აი კი ხვდებიან და კი რაღაცებიც არის შეხ, მაგრამ ხვდები ხომ რომ მათ აი პრესტიჟის პრობლემა აი გაწუხეთ, მაგიტომ რომ მაგ ფოტოებს გიდებენ შეხვედრის, ყველა რა ვისაც არ უნდა შეხვდნენ. რო ისავ შე გაწუხებთ, რომ არის კოცობა არის ნაკლად არ მიიჩნეოდეს რა და ეს ძალიან დამკვიდრა ჩვენს ხა აქ ჩვენს სუბკულტურაში და თავის შედეგს გამოიღებს. აი რაღაცა აი როგორ ის აქვს აი კოცობა, ლადა, კვასი რაღაც აი ერთი რამეა რა რაღაც ერთი რაღაცა სიბანძის მანიშნებია შეიძლება ძალაუფლება გქონდეს შეიძლება აი მე შეიძლება ჩემთვის ეგ იყო რა აი მახსოვს ძალიან მიქევდა
ოჯახის წევრი ყავს კითხო ბავშვები და ჩარჩინო მქონდა და მე უკვე კოკა-კოლაზე გამოდიდი მაგრამ არ იყო რა ის რაღაც აი მაგას აი რაღაც ის დაყვება რა აი კოცობა გახდა ცოტა სხვანაირი თემა რა და ეს თავის იმას გამოიდევს აი აგდებულ ან საზოგადოება ვისაც შენ ქვეყანაში შულეს აგიგდოს თორსა შენ ბარში აი სადადის ეს ხალხი საცხოვრობს რა ხო ხედავთ რომ ვერ ცხოვრობენ ვერ დადიან რაღაცა ევროპაში წავლენ იქ ვიღაც ქართული სადმე გადაეყრება აეროპორტში მაინც ეტყვის რაღაცას აქ რა ვიცი გაივლისადმე სადაც ამ ფესტივალზე გაივლისადმე მოხდება არა იქ უნდა დამალვან როგორც იყარ ან თუ გიცნეს უეჭველი ვიღაც გადაგიღეს და იმანს გქნის. ზოგადად დამალვა გახარ. მაგიტო აგრძელეთ სასამართლომ რისის დაიწყო, ხო რომ Facebook-ზე არ დამიცინოთ ის ქალი დეპუტატი რო ყავთ დამაუწყეს. ხო, ლაშხი მაგალითად არ დამიცინოთ, არ გადაგოთ. ანუ არ გამიბანძოთ ჩემები, იმიტომ რომ ეგ კომპლექსი აქვს აკიდებულად საზოგადოებაში და საცინი ხდები რაღაცა მეფე შიშდება. ან ბიზნეს სულ თავს ატვარდეს, რომ პირველი პირი იყოს და სადღაც უნდა რომ სულ ღრუბლებში ყოფი ღმერთივით სადღაც იქით იყოს. ხელშეუხავ, იმიტომ როგორც კი ხელშესახები ხდება, იქ სამ ბანძ ანეკდოტს მოყვება. მე რაც ეს აგერხა ყორშიას ხედა ის დაურეკავს გააბანძეს. რატო იყო მათ შორის ყორშიას პროექტი წარმატებული, ხო? იმიტომ რომ კოცი არ ისკი არ დაგიხატა როგორც აი პუტინის პირველი რაღაც მაგარი მოზგი ვიღაც. არა, აქაური აი აქვე მყოფი ბანძი ტიპი, რომელიც გაასდა გუთენ ტრაკესაც კი გიპასუხებს, იმიტომ იმდენად შეშინებული იმის ინტელექტის კი არ ყოფნის, რომ მიხვდა რომ ამ კაცს ესეთი ჟანრის გადაცემა აქვს და ვიქნება ვინმე რო ესე დაქცინის. ვაიდე, მაგრამ გუთენ ტრაკენს რო ვიღაცა გეტყვიშ და მაგას რო დაიმეორე. რატო იყო პოპულარული ეგეც რომ ხალხი გძნობდა რა არა ესენი აი ბანძები არიან რა არ ჭირდება მაგ გაგმეთება კოცი აქ და ახლა ხო ვიცი და მე ამას ყველაზე კარგად ვზნოდი ხომ და ეს საკრებულოში წირო მეჯდან ხომ და რო ხედავდი რა მოსული მესიჯის როგორ დებილურად კითხებოდა მიცი რა სიტყვაც უნდა ეთქვა რაც მიწეზე რაც ვერ ეთქვა სხვაზე რაც ამ ბრელგრადი და ყავალაშვილი ვერ კითხულობდა სიბანძე გახდა ძალიან უნივერსალური და ეს თავის შედეგს გამოიღეს. შენ მაგარი ძლიერი პოლიციის როლითო ვერ გელაპარაკებიან და ეს მომახიავთ მათ დაკარგული. მაგიტო რომ იქ დაჭერილი ტიპის უკვე кайფოს ციხეში რო არის რომ თავს დნოს მასზე უპირატესებს. ესენი ბანძათიან თავს და ამას უნდა ბოლომდე ჩაჭერა რა ბანძი არ ანუ რუსი არ მართონდი კი არა მე მაგარი აი ბანძები არ უნდა გმართონდა ჯერ პირველ რიგში არ უნდა მაგრამ ერთი ფაშის ქვეშ სიბანძე ისადგუროს. მე გმაწუხეს რომ ქვეყანას ყავს თავზე მომძდარი ფაშა და ამ ფაშა ფსონი დადო რომ რუსეთი მოიგებს მაისი მაგაზად ფსონი და მე ამ ფაშას და მის იმას რაღაც ის ავანტყოფობას რომ ყველაფერი სამყაროში მის გამოხდება ქარი რო დაბეროს მისთვის დაბერა და ეს შიშები ჭირს და ამ შიშებით იმართება ყველა რომ deep state იმას ებრძვის ყველაფერი ფული იმიტომ გაუჩერდა რომ სამყარო მის წინააღმდეგ არის და ამ შიშებში არის გაჭედილი გამოიმწყია ეს მისი ქვედა თაობა ეს კობახიძის თაობა რომელიც ახლა ესე უწევს ამ კოცობის ზიდვა და აქ უნდა ბოლომდე ჩააჭირე უნდა დაანახო შენი უპირატესობა ამ კოცთან მიმართებაში შენ რო ვიღაცის ბატაყობის ქვეშ ხარ ეს შენი თავისუფლება უნდა გამოიყენო მაგ შენ მეტ ხარისხის დეფიციტი უნდა დაანახო ამ ხალხს კოცობა უნდა ტეხავდეს ეს უნდა იყოს თავარი ხლა ამოსა მე ესე ვფიქრობ რა რომ ის თუ ტეხავს რომ იმასთან იყო მათი მხარდამჭერი იყო მათი ის იყო აქეთა მხარესთან ყოფნა და ასოცირება არ უნდა ტეხავდეს ასევე. არ უნდა იყოს სასაცილო პოლიტიკოსი, არ უნდა იყოს აფერისტანი და არასერიოზული, არ უნდა იყოს თანმიმდევრულობამდე მივედით და ძალიან კარგი ვქენთ რომ მივედით ეგეც, უნდა შეეძლოს მართლა რაღაც შეთავაზება, თუნდაც ჩინარში შეთავაზება, თუნდაც ანუ ეთყობოდეს რომ მართალი ადამიანია, რომელიც ხო ხტები რა, ბევრით არაფრით არ განსხვავდება მისი სიმართლით, მის შეხედულებით, მისი ცხოვრებით, მის სტილით რაღაცა ადამიანისგან, რომელსაც ის ეკრანს მიღმა ელაპარაკება რა. ყველას რა თქმა უნდა რაღაცები განსხვავებს, მაგრამ პრინციპი რაც საქართველოს ქართველს გვაქვს, აი ეს ყველაფერი არ უნდა ეს უნდა ჩანდეს რა რეალურად რომ ერთნი ვართ რა და ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მართლა გახდა არაპრესტიჟული და ეგ მართლა ეგრე არის და 2003 წელს შევარნაძის ხელისუფლება რეალურად ერთ-ერთი ეგ იყო რომ მაგანაც დაანგრია რა რომ აღარავინ იმიტომაც მოხდა ის რაც მოხდა რომ აღარავინ ჰქონდა მათ შინთას თვითონ გუნდში და მე მგონია რომ ცნებაში ეგ პროცესია დაწყებული რა თქმა უნდა ჩვენ ვემხრობით იმას მე პირადად ვემხრობი იმას რომ არანაირი ესეთი მიწის ძვრაცვლილება არ მოხდეს და ყველაფერი დამთავრდეს ისე რომ სტაბილურობას არ შეექმნას ამ ქვეყნის პრობლემა თუმცა დემონტაჟი უნდა მოხდეს ესე შენ არ უნდა ელოდო მუდმივად რომ ვიღაცა გამოვა და ასანქციებს ოცნებას და მე ამით გავიმარჯვებ. შენ შინთაც უნდა იმუშაო მაგაზე. ისიც ძალიან კარგად გეხმარება რომ მუშაობს, იმიტომ რომ ყველა საჯარო გამოსვლა რაღაცა ბოლოდონის იდიოტობით შეიძლება დამთავრდეს. ან რაღაცა ისეთი სისულელე თქვან რომ თავის თავს დაუგონ დიდი მახე. კობახიძემაც გააკეთა 28 ნოემბერს რა.
შენ აქეთ ხარ რომ შეგეძლოს მაგის გამოყენება და რითი რომ შეგეძლოს მაგის გამოყენება ის რომ წამოწიო წინ უფრო ისეთი ვინც ვისგან განსხვავებას დაინახავს რომ აი ამაზე იტყვის რა გიძინა კი ოლიგარქი და მისი ქვეშემდომი კერენ ოლიგარქიულ ფულზე მაგრამ იტყვის რომ ეს ოლიგარქიულ ფულზე არ არის ეს შავფულზე არ არის ეს აფერისტი არ არის ეს არასერიოზული არ არის ეს რომ მოიყვანო ეს ვაფშე არ მელაპარაკება ბოდიშ რუსულს ხო არ მელაპარაკება ჟარგონია ნუ ვიცი გამჯდარი გვაქვს რა მაინც რა არ მელაპარაკება იმაზე თუ რასიზავს თუნდაც ომი რო ამარიდოს თავიდან და კაცმა არიც რა იქნება რა თან აფერისტია თან ოლიგარქებისგან ფული აუღია და რა ბიზნეს თანამზრახველი იყო რაღაც ამბავში რა ვინც ვახსენეთ წეგან და ვინც ვახსენეთ წეგან რა გახანა ზურაბიშვილი და ცალკე კიდე ის რა რომ არასერიოზულია აფერისტია მატყუებს რა და ეგ უნდა გადავტეხოთ რა აქეთ მხარეს ჩემი აზრით და მე დადებით პროცესს ვხედავ დადებით დინამიკას ვხედავ იმიტომ რომ ბევრი ეგეთი ადამიანი ჩნდება ქართულ პოლიტიკაში და ვისურვებდი რომ ეს პროცესი გაგრძელებული იყოს რა მე არ მგონია რომ ფორმულა არის ძალიან რთული რა კი ყველამ ერთმანეთთან უნდა ილაპარაკოს ვინც უნდა ილაპარაკოს აი როცა ეს გადააზრების პროცესი დასრულდება და რაღაცა კონფიგურაციის გადალაგების პროცესი დასრულდება მაგრამ უნდა ყველამ ერთმანეთს პატივის წეს და არ უნდა იყოს აქეთ მხარესაც ისეთი ხალხი ვისაც ეგ ფაშობა მოუნდება აუ ერთს გამოეხმარებ კი როის არის რეგიონებში გავიდეთ თემაში რა და ეხლა რო კიდე ინფორმაციას მივაწოდოთ მაგრამ სულად გეთახები მაგაში სიანდეში კიდე რა მგონია ხოლმე ეს რეგიონებში გასვლაც იმისთვის არის რომ გადავიღო რეგიონებში გავედი ეგ და მე ეგ დავდო Facebook-ზე სიანდეში ეგ რომ სოციალურ შემოხდეს ეგ გასვლაც მაგით ხდება ხოლმე თო სიანდეში რა გინდა რეგიონებში გასვლა კი არ გინდა იქ ადამიანს რა უნდა ეგ უნდა იცოდეთ და მე ამას ამით თუ გამოხატავ ის გაიგებს შენ თუ ისეთ რამეს გამოხატავს რაც მასთან არ მიდის მას ეგრე არ ჯერა ანუ შენ რეგიონში გაუსწრება გამოიხატება როცა შენ ის ემპათია არ გაქვს ემპათია ამ დროს შეცოდებას კი არ გულს ემპათია როცა მისი პერსპექტივით სამყაროს დანახვა შეგილი როცა მისი პერსპექტივით სამყაროს ვერ ხედავ მე შენი ნათქვამი ჩანს რომ ეს რეგიონში ნამყოფი არ არის თორე თუ შენ ეს შეგიძლია მისი პერსპექტივით დანახული რა პრობლემა არსებობს ამას უპასუხო იმას TikTok-შიც ნახავს, Facebook-ზეც ნახავს, ტელევიზორშიც ნახავს და ყველგან ნახავს და შენ თუ რეგიონში ჩახვედი, ბაზარში ხელი ჩამოვარდი, ეს გადავიღე და Facebook-ზე დავდე და ეს არის ხოლმე სამდეში ხარ რეგიონში. ონცა ბოლო ჯამში ელაპარაკე პარტაქტივს მარტო იქ ოფისში მიდი და ოფისში შეხვდები. არა მარტო პარტაქტს აქვს ცოტნე რა თქვა ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, ანუ აი შენ ახლა ხო სიტყვა თქვი ვაფშე რა პირობითად სიტყვაზე რა ეგ მნიშვნელოვანი მომენტია ჟარგონის გავლენა ქართულ ენაში შენ ხარ ეს რუსული ჟარგონია თორე სიტყვაზე სიტყვა ალალი და სიტყვა არამე არაბული წარმოშობისაა და ის ოდესღაც ჟარგონი იყო რა უამრავი ეგეთი სიტყვა გვაქვს მაგრამ უყურე ის ვაფშე გაცილებით შეიძლება უფრო გასაგები იყოს ძალიან ბევრს და გეტყვი კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანა მე მირჩევნია პოლიტიკოსმა გამოიყენა სიტყვა ჟეშტიანშიკი ვიდრე მეთუნუქი იმიტომ რომ ჟეშტიანშიკი თუ ამ ტერმინებით ლაპარაკობს მისთვის გასაგები ენა თუ ეს არის ამაზე უნდა ლაპარაკო და რა ამ რეგიონები ახსენე შეიძლება ჩახვიდე რეგიონებში და აი ესაუბრო მაგალითად რაღაც ევროკავშირში გაწევრიანების ტექნიკურ საკითხს რომელიც იმ ადამიანს არ ადარდებს ხშირად ჩვენ კიდე ესა გვაქვს რომ აი პირობითად საუბრობთ რაღაც მე არ საუბრობ პირადად და თქვენც ნახდათ შორს ახართ ამისგან მაგრამ აი გასაგებად უნდა ლაპარაკო ტექნიკურ დეტალებზე კი უნდა ლაპარაკო და რაღაცა შენთვისაც კი გაუგება რაღაცაზე მისთვის გასაგებზე უნდა ლაპარაკო მასაც ტკივა მასაც აწუხებს იმაზე უნდა ლაპარაკო და მართლა არანაირი ფორმა არ აქვს ამას Facebook-დან დაელაპარაკები შენ მოკლე ვიდეოთი თუ მაინც პირადად მიხვალ ჯარი მაგალითად ჩვენ გვაქვს ეგეთი კამპანია რა ჩვენ მოძრაობას პრობლემა მოსაგვარებელია გვაქვს ესეთ საგზაო ნიშანი და დავდივართ სხვა ეხა ქალაქებში გავიტან სხვა შორის თბილისში ვაკეთებ ძირითადად ამას თორე რესურსულად ეხა ჩვენც უფრო ის იყო რა მარტივი იყო რა მივდივართ და სადღა და დაწყებული 40 გაგრძელებული კანალიზაცია რაღაც ხეთქავს იმ პრობლემით დამთავრებული ძალიან დიდი პრობლემით რაც არის ავარიული სახლი ამათ შეიწირა მართლა ხალხი რა შენ რომ მიდიხარ და ანუ ელაპარაკები ამაზე რომ აი ამასაც მოვაგვარებ ანუ ამას გავაშუქებ მე რო ხედავს თან ეგ კიდე ერთი ფენომენია რომ მერია კი რაღაცას ჯინს ჩაგიდგება და სახელმწიფო რაღაცას ჯინს ჩაგიდგება, მაგრამ როცა შენ კონკრეტულად ერთი ქუჩის პრობლემას აშუქებ, იქ იმ ქუჩას ჯინსში ვერ ჩაუდგება რა, იმიტომ რომ ის კიდე სხვანაირად უყურებს მაგას რა და ბევრი პრობლემა ყოფილა 15 გავაშუქეთ, 8 მოაგვარეს რა. ოდიგლებული გახდნენ მოეგვარებინათ. კი არ არის, უბრალოდ მე რო გრანში ცუდად არის გზა პირობითად. ან ამნიშნულობ თაწმინდაზე, ან ტაბახმელას ჩემუმანში რა. თუ ცუდად არის გზა და რაღაცა ისე არ ხდება როგორც უნდა ხდებოდეს და მე ის გამომაქვს აშკარაოზე და არ ვლაპარაკობ მარტო იმაზე რომ აი ევროკავშირში რო შევალთ 2030 წელს ჩვენ მივიღებთ 14 მილიარდს და ნუ გადავეკიდია 14 მილიარდს მაგრამ ნუ ხო რა ეგ იყო პრობლემა ეს კარგად დაამახსოვრდა რა
ამაზე კი არა, რომ გამაქვს ეს პრობლემა და ის ადამიანის, ვინც იქ ცხოვრობს, რომ ხედავს, რომ ვა, ჯიგარია, გამოიტანა ეს პრობლემა. ისიც რომ ხედავს, რომ ეს პრობლემა რომ გამოვიდა, გამგებელზე გადაწყდება ეგ ჯოხი, გამგეობის ამშრომელს გადაწყდება, იქ ხე უწევს ხოლმე რომ მოაგვაროს და დაასწრაფოს, იმიტომ რომ ორი ანუ მართლა ვამბობ რა, ორი თვე მახსოვს რომ გზა იყო სადაც გაფუჭებული, ანუ არ ვაკეთებ იმას, რომ აი ჩვენ ძალიან მაგრები ვართ რაღაც, მაგრამ ორი თვე სადაც იყო გზა გაფუჭებული, ვიდეო ჩავწერე 3 დღეში მოაგვარეს რა. იმიტომ რომ ვიღაცებმა დაიწყეს ლაპარაკი, ვიღაცები გამოვიდნენ კონტაქტზე, რომ აი სად არის ზუსტად რაღაცა ის Facebook-ზე გზა იყო, ჩემთან სახთან იყო, გზა ჩავარდნილი რა, დავდე. ბევრი გაზიარება და რაღაცა იყო და თვითონვე დაწერეს კომენტარში რა, გამგეობა და გააკეთეს. კი, ეგ არის. იყო ეგეთი. სკოლებზე იყო ეგ ამბავი, სკოლის ამბავი, ხო არის ძალიან ბევრი სკოლა, სადაც პროტესტი იყო, ის იყო 22 და მე-20 სკოლის ამბავი, როგორც გავაშუქეთ, გამოიწვია პროტესტი ამან რა და ის მე-20 სკოლასაც მიწეს თავის შენობა და 22 სკოლასაც და დაუკმაყოფილეს თავის მოთხოვნით. ეგ არის მნიშვნელოვანია ძალიან და ამის მერე ვიღაცები კიდე იწყებენ ლაპარაკს მეინსტრიმული ოპოზიციიდან, რაც ვახსენებ რა, ლელონ დაიწყო მაგრამ თვითონ არჩევნების წინ ეს ავარიული სახლები, მაგრამ არ არის ხოლმე მაგადგან ისა რა. და ორგანული ასე მგონია და იმიტომაც ჩვენ კაპიკებიანებ, ანუ კაპიკები ვისაც გვაქვს და კაპიკებით ვაკეთებთ ამ საქმეს, უფრო მეტი შედეგი გვაქვს და უფრო მეტი ის გვაქვს ამ თემაში და ბევრ თემაში მოდება, ვიდრე მილიონებს ხარჯავენ ამ საქმეში იმას და ეგ არის ხარისხი უფრო მნიშვნელოვანი რა. ხო, ნუ იმ ნაწილს უბრალოდ მაინც კიდე ერთ გავანებო, რომ მაინც ყველას მოგიწოდეთ თქვენთან ლაპარაკი და მოგვიწევთ. ხო, რაღაც მომენტში. თორემ შენ თუ გინდა რამის თქვა და დავასრულებთ გადაცემას. კი, ყველას მოგვიწევს ლაპარაკი და ლაპარაკი საერთოდ არ არის. გეთახები მაგაში და არც იმას გონია რომ იმას რამე შეუყო. ისეთ ხალხს ლაპარაკი ერთმანეთთან მაგათ ერთმანეთ ხან ლაპარაკობა, მერე ჩხუბობა, მერე ლაპარაკობა და არ გონია მაინც ჩემთან ლაპარაკი ვერ აიტანონ. უბრალოდ მან თავარი ამბავი არის რომ რაღაცნაირად მეტი ადამიანის ნდობა არსებობდეს რა მაგის გარეშე თავარი საწოლი მგონია და მგონია რომ მან თქვა გახრეტილი და ეგ რო აპარეს იმის მე სულ ჩხუბობ თქვა მანქანას აუზია გახრეტილი რა და აპარეს რა ბენზინი და მე სულ ჩხუბობ ორი ხალხი რომ ეხლა ეს ამ გზით წავიდეს თუ იმ გზით რა თქვა რევოლუციის გზით წავიდეს ეს მანქანა თუ არჩევნების გზით და მე სულ მგონია რომ სადღაც შუამდე ვერ მიიტანს ვერც ამ გზით ვერც იმ გზით თორე ეს რო სავსე იყოს საწავით და არაპარ და მაგის ნდობა იყოს ხალხი ერთშიც ბოლომდე და მეორეში და ეს ნდობა არის აღმოსაფრელი მაგას არ ვიცი ამდენად მოხერხდება მალე სწორად ისი ასე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ოპტიმისტურად ვარ მაინც გაწყობილი ყოველ შემთხვევაში ვაფასებ მე ამ ქვეყანას მე მიყვარს ეს არის ქვეყანა სადაც MBI-ო ზაზაფანჩულა რომ მოვინდომოთ დედას უტირებ და ყველას ვაჭეროთ ქართულშლევინეთ ბიჭო ქართულმა ხინკალმა მოუგოს ტაკოს აი ხმას მიცემ და მოუგოთ აი საუბრად შეგვიდა სოციალურქსელი გვაქვს სასწაულად ათვისებული ცოტანი ვართ და ამბიცია გვაქვს რა რაღაცნაირი აი აქ ბევრი რამე გამოვა რა ნუ აქ შარმიშელო ჩამოვიდა აქ როკსტარივით რო იყო ანუ ეგ ქართული ფენომენი სადღაც იქ რო იყიალოს ბრიუსელში და კაცმა ვერ გავი ჩვენთან ხო ეს მაინც პოლიტიკაში ხალხი მეტად ჩართულია ვიდრე ჩვენ გონდა არც თუ ისა პოლიტიკური ხალხი არ ვართ ჩვენთან უყვართ ფეხბურთელები და უყვართ რა იცია ფეხბურთელები და პოლიტიკოსები არ გამოგდის არც ფეხბურთი ისე კარგად და არც პოლიტიკა მაგრამ ინტერესი ხალხის ძალიან დიდია და ამიტომ მე მჯერა ამ ხალხის ენის მჯერა ისეთი ენა გვაქვს სადაც ისეთი სიტყვები გვაქვს ისეთი შინაარსი რომ მე ამ კულტურას ამიმაცნობ რომ შემცვლელი არის სადაც რავი ხნი სულელი რო არის ჭაჭავაძე რო წერს სიტყვაზე სადაც თავისუფლების გაგება გვაქვს თავისუფლება ხელისუფლება რა არის რომ ხელისუფლებები უნდა ქონდეს თავისუფლებას ბევრი ეგეთი ის გვაქვს და საქართველოს მე მომწონს და გონია რომ ისტორიის ისეთ მომენტუმში ვართ აქ რაღაცა პატარა შეცვალა ამ ამბავში ამ ქვეყნისთვის დიდი რამე არის სხვა ქვეყანაში რო ცხოვრობდი ხლა იქ ბევრ რამეს ახლა ვერ შევცვლი ხო იქ რაღაც უკვე ზა ინსტიტუტები არის და გამზადებულია ყველაფერი და საქართველოს შეგიძლია ისეთ რამე ქნა რაც კაცმა იამაყო ისეთი პროტესტის ნაწილი იყო რომელსაც გაიხსენებ ხო ეხლა რაღაც 9 აპრილს მე ვიყავის რომ ბევრი იჩემებს და არ ვიცი ხო დაახლოებით ეგეთ იქნება ეხლა ბევრი იტყვის მისი ვერეში რომ ამ მომენტუმში აქ იყოს და მიიწერს აქ ამბებს და ისტორიისთვის ძალიან პატარა დროა რა ძალიან დიდი ცვლილებები ხდება და ჩვენ შეიძლება ძალიან წუხარ და ვითრგუნებით რომ გუშინ ვერაფერი ვერ შეცვალეთ ამ წელს შემდეგ წელს მაგრამ ისტორიისთვის მაინც პატარა მომენტია და ამას შევხედოთ რა ძალიან არ დადგუნოს რომ ჩვენი პერსპექტივით უყუროს ჩვენი ამ ცხოვრების მოცემულობით. იმხელა დიდი მონაწილე ვარ დიდი რაღაცეების, რომ ეგ ის ქონდეთ, რომ საკუთარი თავით სიამაყის საშუალება გქონდეს, აი ახლა აქ ცხოვრებ ხალხს ეგ მოგვეცე, ისეთ რაღაცები ვაკეთოთ სიბერეში, რაც ბევრ ადამიანს მაგის ფუფუნება არ ქონიოდა. ხა იმის იქით ხალხი ხარ ცხოვრება რთული რამე ხა პოლიტიკაზე საუბრო და პოლიტიკის კეთება რთულია კი არა, სუფრაჟისტები იყვნენ აგერ ქალები, რომელსაც ხმის მიწების უფლები ბარო ქონოდათ, დარდიოდნენ ისეთ აქციებს, სადაც ხენებით გადაუჯირგალებდნენ, გადმოუჯირგალებდნენ, მოკლავდნენ და მათ სიცოცხლე მთავრდებოდა. ისე რომ არც არავინ არ გააშუქებდა და არავინ ვერ გაიგებდა. მაგრამ ეგეთია სამყარო, არ არის მარტივი.
არც გამარჯვება მარტივ არაფერი, მაგრამ პროცესით უნდა მიიღო რაღაცა სიამონება და ეს უნდა მოგანიჭოს, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ დაიამოყო შენი თავით და მაგის მერე რაც ეგრე ხარ პროცესში ჩართული, რაღაცა გამო. მადლობა. შრომა და ბრძოლა. მადლობა ვადო, მადლობა ცოტნე, დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. ეთერში იყო გადაცემა აპოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე. მისმინე, გამოგვყევით YouTube-ზე, Facebook-ზე, TikTok-ში, სოციალურ ქსელებში, მომავალ შეხვედრამდე.